მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში, როგორც იცით, საუბრობთ პარტიების აკრძალვის შესახებ. ქართულ მოცემამ გამოაცხადა, რომ აკრძალავს 3 პარტიას, ეს არის ნაციონალური მოძრაობა, ახლები და პარტია ლელო, დანარჩენი ჯერ პატარები არიან და ჯერ არ აკრძალავთო, გახარია გადარჩა, იმიტომ რომ პარლამენტში შემოვიდა, ასეთი ვითარება გვაქვს. ამაზე ვისაუბრეთ გადაცემის პირველ ნაწილში, სწორედ ამ პარტიების წარმომადგენლები იყვნენ ჩვენი სტუმრები. დღეს სტუდიაში ჩვენი სტუმრები იქნებიან სავაბლაძე, ცოტნე კობერიძე, ჩელე ბორის ჩელე ყურუა, რომელთაც მივესალმებით, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და ვიდრე თქვენთან საუბარს დავიწყებ, გვექნება ჩართვა რუსთაველის გამზირიდან გედი ფოფხაძე ჩაგვერთვა, რომელმაც თავის თანამოაზრეებთან ერთად შიმშილობა დაიწყო და მას დაველაპარაკები, გედი გამარჯობა. პირველ რიგში რატო გადაწყვიტე, რომ კიდევ ერთხელ შიმშილობა დაგეწყო, გვახსოვს. მოგესალმები მე რა. ხოშკარესთან ერთად შიმშილობდი. რა დიდი ძგა ამისკენ, რომ ეს ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ ეს აქცია გამოგეცხადებინა და შემდეგ უკვე პარტიების აკრძალვაზეც რო გითხრა 1-2 სიტყვა შენი მოსაზრება. მე რა იმის მერე რაც მაგ აქცია იყო და მაშინ სხვა კონტექსტი იყო, ერთმნიშვნელოვნად ელენე იყო ინიციატორი და მე უბრალოდ სოლიდარობა გამოუცხადე. იმის მერე ძალიან ბევრი რამე შეიცვალა უარესობისკენ. ესე იგი, რეალობა არის ის, რომ ქვეყანა მიდის დიქტატურისკენ, იღებენ დრაკონულ კანონებს, რომელიც გამორიცავს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას და პოლიტიკურ პროცესს და მე ამ შემთხვევაში მგონია, რომ ჩვენი პროტესტი უნდა ყოფილიყო ადეკვატური, ამიტომ ჩვენ უბრუნდებით ისე ტრადიციულ პროტესტს, რაც თავის დროზე ეროვნულმა მოძრაობამ ძალიან ეფექტურად გამოიყენა 88-99-90 წლის შიმშილობების დროს და ვითხოვთ ორ რაღაცას, ახალ სამართლიან არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მე მგონია, რომ ეხლა აი ამ კონტექსტიდან გამომდინარე ეს არის სწორი. გასაგებია, მაგრამ ბევრს აქვს ესეთი დამოკიდებულება, რომ წინა შიმშილობა როგორც დასრულდა არაფრით, ასე ვთქვათ, ამაზეც არ ექნება განსაკუთრებული რეაქცია ხელისუფლებას და ამ შიმშილობას რამე განსაკუთრებული შედეგი შეიძლება არ მოყვეს. ახლა მე რა ფაქტში ამ შემთხვევაში შედეგი შეიძლება ბევრ რამეს არ მოყვეს რა არჩევნებში მონაწილეობას, გზის გადაკეტვას, პერმანენტულ აქციებს. ჩვენ ხო ჩვენ პროტესტს გამოხატავთ იმ რეალობის გამო, რაც არის ქვეყანაში და მე მგონი რომ ეს არის ყველაზე ადეკვატური პროტესტი, იმიტომ რომ ძალიან ძიმია ვითარება. ახლა იმდენად გაუსაძლისია რეალობა, რომ აი ძალიან ძნელია სხვანაირი არგუმენტებით აუხსნა ადამიანებს ამ რეალობის სიმძიმეც და მორალური ფასიც. ახლა ვიღაცები პარლამენტში თანამდებობებს იყოფენ, ვიღაცის სახლიდან მილიონები გამოაქვთ და აი ფონს ხო ხვდებით ქვეყანაში რა ხდება და ახლა მე ამ ფონზე უბრალოდ თქვა რომ იცით რა ცუდი რეალობაა და რაღაც ანალიტიკა შევთავაზო ადამიანებს, მე მიმაჩნია რომ მორალურად არ ვიქნები მართალი. ამიტომ ის ხალხი ვინც დღეს დავსხედეთ საშიმშილოდ, მე მგონია რომ ადეკვატურად აღვიქვავთ აი ამ მოცემულობას, რომ ამ მოცემულობას უნდა დაუპირისპირდეთ უფრო რადიკალური პროტესტის ფორმებით. ახლა აქ ბიჭები თავს წირავენ, ბიჭებიც და გოგოებიც ციხეზე მიდიან, იმიტომ რომ რუსთაველის გამზირი გადაკეტონ, იმიტომ რომ ეს მიაჩნიათ თავისუფლების სიმბოლოდ და არ შეიძლება ეს ხალხი არ გრძნობდეს იმას, რომ ყველა ვიბრძვით იმ ფარგლებში, იმ შესაძლებლობებში, ვისაც რა შეგვიძლია. მე მგონია, რომ ეს პროტესტი დღეს რუსთაველზე არის საჭირო და არის ადეკვატური იმ რეალობის, რა რეალობა შექმნა ხელისუფლება, დე-ფაქტო ხელისუფლება. გასაგებია, რამდენი ადამიანი დაიწყეთ ეს შიმშილობა, როგორც თქვი, ეს არის მოთხოვნა სამართლიანი არჩევნები, მაგრამ ამის პარალელურად აგერ ხედავთ, რომ პარტიებს 5 ვართ, მე რა, ეხლა ვართ 5. ხო, კი ბატონო. მესმის, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ესე ვთქვათ მორჩილად მივიღოთ ეს ყველაფერი. ყველაზე ცუდი არის მორჩილება ამ ყველაფრის და ახლა ვართ 5 ადამიანი ვართ რუსთაველზე, ვინც თანამოაზრეები ვართ და გონია რომ ვიღაცები კიდე გამოძებნიან, ასე ვთქვათ, თავის თავში შესაძლებლობებს, გაიზიარებენ ჩვენ განწყობას და შემოგვიერთებიან ეს 5 ადამიანი ასე 5-ად არ დავრჩებით. მაგის იმედსაც ვიტოვებ, რომ აქცია გამრავლდება.
თქვენ თქვით რომ სამართლიან არჩევნებს ითხოვთ, ერთ-ერთი მოთხოვნა ეს არის, მაგრამ პარალელურად აგერ ნახეთ რომ პარტიების აკრძალვას აპირებენ ამ გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებდა ამ ფონზე თუ გამოცხადდა ადამიანელი არჩევნები, როცა ნახევარი მეტი პარტია ვერ მიიღებს მონაწილეობას, ხო, ნუ სამართლიანობაზე ბუნებრივია ლაპარაკი ზედმეტი იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ სამართლიან არჩევნებს ვითხოვთ და არა კომუნისტურ ერთპარტიულს, ხო? ჩვენ ამ შემთხვევაში ძალიან კარგად გვესმის ჩვენი მოთხოვნის შინაარსი და პარტიების გაუქმების კანონი არის ერთ-ერთი დრაკონული კანონი, რომელიც რეჟიმმა მიიღო. უბრალოდ ჩვენ რომ ყველა მაგათ დრაკონულ კანონს მივყვეთ და ცალ-ცალკე მოვითხოვოთ მაგათი გაუქმება, ესეც არ იქნება ლოგიკური. ვითხოვთ იმ ორ ძირითად რამეს, რაც მგონია რომ არის ყველაზე უფრო მთავარი. ეს არის ახალი სამართლიანი არჩევნები და თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს. ხო, ნუ ეს სამართლიანი არჩევნები უნდა ჩაატაროს, ეგ არის ხო, მთავარი თემა. ამიტომ მაგალითად გუშინ წინდელ აქციაზე გაჩნდა ახალი მოთხოვნა, რომ გადადგეს ხელისუფლება, ხო? ივანიშვილს მიმართავდნენ წადი და ასე შემდეგ. ნუ ჩვენ ამ ორი მოთხოვნით ვართ გაერთიანებული და რაც არის ჩვენი მოთხოვნები, იმას გიფიქსირებთ. ახალი სამართლიანი არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. გასაგებია, მადლობა ჩართვისთვის. ეს იყო გედევან ფოფხაძე, რომელიც გვერდთვებოდა რუსთაველის გამზერიდან. როგორც გითხარით, გედევან ფოფხაძემ და კიდევ 4 ადამიანმა, სულ 5 ადამიანმა დაიწყო შიმშილობა რუსთაველის გამზირზე. მოთხოვნა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი სამართლიანი არჩევნები. ჩვენთან კი სტუდიაში არიან შეგახსენებთ საბაბუაძე, ცოტნე კობერიძე, ბორის ჩელაპურვა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ხო, მე როცა გუშინ დაგპატიჟეთ ზოგადად პოლიტიკურ შექმნილ სიტუაციაზე მინდოდა მესაუბრა პროტესტის პერსპექტივაზე. ხო, როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროტესტი, რა უნდა მოხდეს თქვენ ფაქტობრივად ყველანი უკვე უპარტიოები ხართ, ხო, თქვენ წამოხვედით გირჩი მეტი თავისუფლებიდან თქვენ ლელოდან, ხო, სწორი შენიშნა. ხო, ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურები ხართ, ასე თქვა, საინტერესო ამბავია. და ამიტომ მაინტერესებს თქვენი აზრი ამ თემაზე, როგორ უყურებთ მომავალს, მაგრამ ჯერ დავიწყოთ ამ გადაწყვეტილებით. მოდი შენგან დავიწყებ, საბა, რადგან შენი ყოფილი პარტია მოხვდა ლელო აქ ასაკრძალთა სიაში, ასე თქვა. ამათიც მოხდა. ხო, ამათი არ მოხდა გადარჩა. გირჩი მეტი თავისუფლება გადარჩა. ამათი არ მოხდა. ეგრე შევხედოთ, მოგესალმებით, მესალმებით ჩვენ მაყურებელს. ქვეყნისთვის რაც მოხდა არის სასახად ძალიან ცუდი, ანუ საქართველოსთან კიდე ერთი ძალიან ცუდი გზავნილი არის. თუ რა გზა აქვს არჩეული ქართულ ოცნებას, ეს გააღრმავებს იზოლაციას გარეთ და ამავდროულად შიგნით კიდევ უფრო მეტად დაჭიმავს სიტუაციას, იმიტომ რომ როცა შენ პოლიტიკური პროცესის მთავარ ინსტრუმენტს გრძალავ პოლიტიკურ პარტიას, ხო? ყოველ შემთხვევაში სურვილი გაქვს ამის. ეს არის განაცხადი იმის, რომ შენ არც კონკურენცია გაინტერესებს პოლიტიკური, არც ამორჩევოს არ აძლევ იმის საშუალებას, რომ თვითონ გადაწყვიტოს, რომელი პარტია აკრძალოს თავისი მხარდაჭერის არ მიცემით და ან რომელ პარტიას შეასხეს ფრთები მხარდაჭერის მიცემით, ძალიან ცუდია, ოღონდ ჩვენ ვართ იმ მოცემულობაში, სადაც პოლიტიკური პარტიების არსებობას მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ტარდება სამართლიანი არჩევნები. არჩევნებთან ახლოს ვიყოთ, ხო? უნდა იმისთვის, რომ ეს წვავეთ იდგეს ეს საკითხი. როგორც სიგნალი ძალიან ცუდია, ნებისმიერი პარტიის აკრძალვა არის ცუდი, რომელიც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობს, მით უფრო რომ რაღაც უფრო მსხვილი ზომის პარტიების აკრძალვა ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურ კონკურენციაზე ქართული ოცნება ამბობს უარს და ზღუდავს ამით კონკურენციას და თუნდაც ერთი პარტიის აკრძალვა ძალიან ცუდი სიგნალი არის, ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არ ვართ არჩევნებთან ახლოს, ჩვენი ამოცანა არის, რომ მოვიპოვოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამბობენ, რომ შეიძლება მარტში გამოაცხადოს ადამიანელი არჩევნები და სწორედ ამისთვისაც შეიძლება გრძალავდეს პარტიებს, რომ მარტივად აიღოს მერე საკონსტიტუციო უმრავლესობა. ანუ წარმოგიდგენთ, თუ მანამდე აკრძალავს სამ ძირითად პარტიას, ნუ ყველა როგორც თავად ძლიერ პარტიებს, დატოვებს მარტო მცირე პარტიებს და გამოაცხადებს ადამიანელ არჩევნებს, უკვე თავისუფლად აიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. ჯერ მივიდეთ მაგ მოცემულობამდე, ხო და რა ვითარება იქნება პოლიტიკური პროცესი. უნდა გავაანალიზოთ რა შეიძლება. არ წინასწარ უნდა გავაანალიზოთ, მაგრამ წინასწარ ადამიანელი არჩევნების მოლოდინი თქვენ რატო გაქვთ მე არ ვიცი. იმიტომ რომ თუნდაც მე მაგალითად აი ამ გადაწყვეტილებამ საკონსტიტუციო უმრავლესო პარტიების აკრძალვამ უფრო გამიმძაფრა ეს მოლოდინი. და რატო ჭირდება ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა დღეს და არა თქვათ რა 3
იცებოდა, მაგრამ ვერ აიღო და ეხლა აიღებს მარტივად რა ამაზე ვლაპარაკობ. ხო და რატო დგას ეს დღის წესრიგში დღეს ქართული ოცნებისთვის? ხო, კაროს ეგ ბიზნესში უშუალოდ ხო, მაგას კაცო შენ ამბობ მაგას რომ გადამდას გამოაცხადებსო, ხო? 2024 წლის არჩევნების წინ გამოდიოდა თავად იმანში რომ იტყოდა რომ საკონსულტაციო უმრავლესობა დავიღოთ ხალხო დაგვიჭერეთ. გავიგე მე ღიად გამოდიან. ახლა მისი სპიკერები ღიად გამოდიან და ამბობენ რომ არჩევნები იქნება 2028 წელს. მიზეზი შეიძლება იყოს საკონსტიტუციო უმრავლესობის სურვილის ერთ-ერთი მიზეზი იყოს ის რომ დასავლეთს უთხრავს რომ მორჩა არ უბრალოდ კი ვაკონტროლებ უკვე საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი ვაკონტროლებ ყველაფერს პარტიები აღარ არსებობენ ოპოზიცია არ არსებობს მე ვარ ერთადერთი და მე დამელაპარაკეთ ხო მე აგონია რომ ახლა მათი ამოცანების რაღაცა პირველ სამეულში იყოს ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ახლა თუმცა მაგის რისკი რა თქმა უნდა ყოველთვის არსებობს უფრო მნიშვნელოვანი კითხვა ჩემთვის არის ჩვენ რას ვაკეთებთ ჩვენ როგორ პასუხობთ მაგას ის რომ ცუდი რაღაც ხდება ქვეყანაში და ის რომ ძალიან საგანგაშო სიგნალები მიდის საქართველოსდან არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ ამას ვერ ვუპასუხებთ ან ეს რაღაც მყისიერი გამოწვევა არის ჩვენთვის იმიტომ რომ დავამთავრებ ამ ადამიანების შეფასებაც მაინტერესებს იმიტომ რომ ჩვენ არ გვჭირდება არანაირი პოლიტიკური პარტია ახლა იმისთვის რომ პოლიტიკური აზრი მივიტანოთ საზოგადოებამდე პარტიას თავის ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით მნიშვნელობა აქვს მაშინ როცა არჩევნებთან ხარ ახლოს იქამდე შენი პოლიტიკური აზრის გავრცელებას როგორ მოახდენ ეს სრულად შენზე არის დამოკიდებული. გასაგებია, ჩელე, შენი შეფასება მაინტერესებს ამ ყველაფერზე, იურისტი ხარ, არ ვიცი იურიდიულად შეაფასებ თუ არა, არგუმენტები რომელიც ჩამოაყალიბეს, რის გამო გზავნენ პარტიას, რომ არ აღიარებენ პარლამენტს, ფაქტობრივად ეს იყო არგუმენტი, ბოიკოტს რა ცხადებენ, ამიტომ ასაკრძალები არიან. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ნუ ამ შემთხვევაში პარლამენტის არ აღიარება თუ მანდატის დემოკრატიულ ინსტიტუტებს არ აღიარებენ. და დემოკრატიის თავდაცვა ჭირდება, დემოკრატიის დაცვა ჭირდება. ნუ იმ ქვეყანაში სადაც პრაქტიკულად არ არსებობს სასამართლო და არ არსებობს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, როცა შენ ვერსად ვერ იჩივლებ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს იმ არგუმენტს, რომელსაც წარმოგიდგენ, რადგან ფიზიკურად ვერ შეიკამათები, ვერ სადაც შეგვიძლია ეთერებში ვისხდეთ და ვაკრიტიკოთ როგორი ცუდი გადაწყვეტილება. საბოლოო ჯამში მე არსებულ შეცვლამდე კანონმდებლობას არ ვეთანხმები ზოგადად და პრინციპს არ ვეთანხმები, რომ ვინმეს უნდა შეეძლოს ქვეყანაში პარტიის აკრძალვა. ჩემს პარტიის აკრძალვა შეუძლია მხოლოდ ამომრჩეველს არჩევნების დროს და უბრალოდ არ მისცემს. კონსტიტუციაში მიწერია ხა ასეთი ნორმა, ხო, 23 მუხლი. ხო. რის საფუძველზე შეიძლება აიგზავნოს პარტია. არ ვეთანხმები, არ მგონია სწორი, ზოგადად მგონია რომ პარტიას აკრძალვა მხოლოდ ამორჩეველს უნდა შეეძლოს, პასუხად ამ ქვეყანაში 200-მდე პარტია არის და მათი უმეტესობა შეგვიძლია შევთვალოთ რომ პრაქტიკულად აკრძალვენ და რომ ვერაფერს ვერ აკეთებენ. არჩევნებში მონაწილეობას იღებენ და შედეგს ფიზიკურად ვერ დებენ, სახელმწიფო დაფინანსებას არ იღებენ და იმის იქეთ ვიღაც ეხა ოფისში თუ იკრიბება და თუ იძახის რომ პარტია ვართო, კი ბატონო, რაც შეუძლიათ, რაც უნდათ ის შეუძლიათ რომ საკუთარ თავის დაუძახონ. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ბევრი ხნის განმავლობაში ვიმსჯელოთ ეხა რა მიზანი შეიძლება ქონდეს ქართულ ოცნებას პარტიების აკრძალვის შემთხვევაში ერთი საკუთარი კონკურენტის აკრძალვა ნებისმიერ სფეროში თუ შენ ხელ გეწიფება კარგი რაღაცაა თუ ამას აკეთებ ასე შენთვის და ის უფთავებენ საბოლოო ჯამში ველს და ასრულებენ მთავარ დაპირებას რომელიც გასცეს ხელისუფლებაში მოსვლის დროს 2012 წელს რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ნაცნობი მოძრაობა. კარგია რომ არ გამოძდით ისე როგორც უნდათ რომ გაიგეთებინა სიის შემოწერა რომ მოდი ამ ადამიანებს აუკრძალოთ რაღაცა პოლიტიკური საქმიანობა გენერალურად და არსად არ შეეძლოთ არც ახალი პარტიის დაარსება და არც რაღაცა რომელიმე სხვა პარტიაში გაწევრიანება საბოლოოდ გონია რომ არ გამოვათ უბრალოდ კონკრეტული პარტიების როგორც იურიდიული სუბიექტების აკრძალვა და იქ მყოფ ადამიანებს შეიძლებათ რომ რაღაცა სხვა პარტიები ჩამოაყალიბებონ სხვა პარტიებში გადავიდნენ შესაბამისად პოლიტიკურ სპექტრზე უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში დიდ უზრებს როცა გააკეთებენ ამ იდიოტობას რასაც აკეთებენ. ნუ ამის იქეთ ყველაფერს თავი დავანებოთ ეხლა შეგვიძლია იმას ვილაპარაკოთ ვაიმე როგორი ავტოკრატები არიან და როგორ ცუდად იქცევენ. საბოლოო ჯამში ესეც გონია გასაგები ამ შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიას ან ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს მაგაზე ლაპარაკით უნდა სტრატეგია უნდა შეიმუშაოს როგორ გააგებინოს ეს ყველაფერი ადამიანებს ვინც ეს დღემდე ვერ გაიგო. მე როგორც ადვოკატს ახლა მაქვს ვალდებულება და მინდა ხოლმე რომ ვილაპარაკო სასამართლოში რა სისაზაგლეები ხდება და ამას ვლაპარაკო იმიტომ კი არა რომ ადამიანებმა ის არიციან კი ვისაც ვლაპარაკები უმეტესობა ეს ყველაფერი იცის. უბრალოდ იმიტომ რომ შეიძლება ეს კიდევ პლუს ერთმა ადამიანმა მოისმინოს ვისაც ეს ყველაფერი არ უნახავს და მინახავს ხოლმე მათ სახეზე რაღაცა გაკვირვება როცა იგებენ კონკრეტულ რაღაცებს რასაც შეიძლება შეეჩეხო ქვეყანაში ისეთ ქვეყანაში სადაც მართალი ადამიანი საკუთარ სამართლის ვერ იპოვის. გასაგებია ცოტა შენ რას ფიქრობ რა ვითარებას ვიღებთ ქვეყანაში ამ ყველაფრის მერე
ჩემი აზრით გაფორმდა ის რა ვითარებაც ისედაც არსებობს რა ეს ამ სტატუს-კოს რაღაცნაირი გაფორმება ხდება თორე იმის იქით პარტიები რომლებიც აიგზავნენ ისედაც არაპირებდნენ წესით ხო გულწრფელები იყვნენ და საუბრის დროს იმ არჩევნებზე გასვლას რა არჩევნებსაც ქართული ოცნება ჩაატარეს რა არჩევნებზე გასვლა შეეზღუდება პარტიებს იმ არჩევნებს ჩაატარებდა ქართული ოცნებაც იმ შემთხვევაში ეს პარტიები ვარ აიგზავნა სხვა შემთხვევაში ყველა ვარიანტი ნიშნავს რომ ეს ხელისუფლება აღარ არსებობს შეხარ ხელისუფალი და მე არც ამ შეზღუდვას არ აქვს დიდი მნიშვნელობა და შინაარსი და იმ სხვა შეზღუდვას რაც აქამდე არსებობდა თავად ეს პრობლემა დღემდეც იდგა ეგ ლოგიკურად ეგ პრობლემის წინაშე ვიდექით რომ შენ თუ სტატუს-კოს ამბობ რომ სტატუს-კოს შეცვლა შეუძლებელი არჩევნები, ცოტა დამთავრებულია პოლიტიკის ეგ ფორმა და მაგისტვის აღარ არსებობს ინდოეთის პარტიები და ამით თვითონ მიხვდა რომ პარტიას შინაარსი ამ ფორმით პოლიტიკურ ასპექტმა ისედაც გამოაცალა, ამის მიღმა დარჩა რომ მაშინ ხელისუფლება შეიცვალა სხვა გზის და მაგ გზის შეცვლას დიდად შენ ფორმალურად აკრძალული იქნება თუ არა არ მგონია ხერს უშვილდეს. ამიტომაც გონია რომ დიდად არაფერი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ შეცვლა, ამიტომაც დიდად მოქალაქეები არც გაფრაზებულან, არც დათარწყენიათ ჩაიარა ამ ამბავმა, იმიტომ რომ ისედაც ეს რეალობა იდგა, იმიტომ რომ თუ შენ ამ არჩევნებზე არ გადიხარ სამისად არ გადიხარდ ხა იმის იქით ეს დამატებითი აკრძალა მხოლოდ შინაარსის დონეზე ზოგადად რეგეთი პრეცედენტი მოხდა და წლების მერე დახედო თქვა და როგორც საქართველოს ისტორიის ამონაკვეთს ამ ნაწილში შეგაწუხოს ადამიანმა რეგეთი პრეცედენტი მოხდა როცა პარტია აიკრძალა თვითონ ეს პრეცედენტი სადმე იყოს ეს განსაკუთრებული ის რომ არ გვინდა რეგეთი პრეცედენტი არსებობდეს იმის იქით რაიმე არაბუნებრივი მოხდა ხო როგორ ვიტყვით ხო არაფერი გასაკვირი არ მოხდა რა არც არაფერი ისეთი რაც შეცვლის პოლიტიკურ ცხოვრებას ჩემი აზრით სხვა რაღაც სხვა საქართველოში გავიღვიძებთ ეგეთის მოლოდინი ნამდვილად არ არის პრეცედენტი იქნება ხო ისეთი რომელიც აქამდე არ ყოფილა ოფიციალურად როცა არის აკრძალული ოპოზიციური პარტიები აკრძალვა ხდება ეს მაინც სხვა რეალობაა გვინდა არ გვინდა იმიტომ რომ ასე პრეცედენტი არ ყოფილა ხო ასე ხო არც ისეთი პრეცედენტი არ ყოფილა რომ მაგალითად პრეზიდენტი არსებობდეს რომელიც უკვე თანამდებობას აღარ იკავებს მაგრამ რაღაც ხალხთვის დღემდე ის არის ლეგიტიმური პრეზიდენტი ან ხო და ეგეთ პრეცედენტი არა ეს გრძელდება ზოგადად ეგეთი ფორმალური ხო და ის კონკრეტული პუჩი იყო და კონკრეტული დანაშაული იყო და მაგას ალბათ ვერაზროს ვერ ჩამოვირიცხავთ რაც ეგ დაგვემართ. არა ეხლა არა ბუნებრივ მდგომარეობაში ჩვენ ისედაც უბრალოდ ვიმყოფებოდით მაგრამ ყველა დღე უპრეცედენტო ან ყველა დღე უცნაური როცა მაგალითად ითხოვ ახალ არჩევნებს. ახალ არჩევნებს რო ითხოვ მე მოდის რომ ეს ახალ არჩევნები მართლა ჩაგვიტაროს გინდა თუ არა მე რომ რა ეგ არჩევნები არ გვინდა. აბათ ვისაც ვთხოვთ ამ ახალ არჩევნებს ის სხვა არჩევნებს არ ჩაატარებს იმიტომ რომ თავისთავად მისი არსებობა როგორც ხელისუფალი რომელიც ატარებს არჩევნებს გამორიცხავს ეგეთი ტიპის არჩევნებს ამიტომ სხვადასხვა ტიპის არჩევნები მხოლოდ ის შემთხვევაში იქნება თუ ბიძინა ივანიშვილს აგდებ ამარცხებ აღარ არსებობს ეგ აღარ არსებობს CSKO აღარ არსებობს ის დადგენილი ის შენაგრძელებს და არსებობს სხვა რეალობა ეს სანამ მოგვარდებოდა ისედაც გაჭედილი არის პოლიტიკური სივრცე რაღაცა ლოგიკასთან მიმართებაშიც რაც ხდება რისთვისაც უგზით თუ გეხამუშება გერიდება საუბარო რევოლუცია გინდა და ამაზე არ საუბრო და ეგ დამთავრებულია ფართული მაგას გამოსავლის გზად და მეორე მხრივ არც არჩევნებს არ თქო გამოსავლის გზად მაშინ ეს სიტუაცია ისედაც აქ იჭედებოდა ჯამში ერთადერთი ასეთ შემთხვევაში რაც ქშველის არის იმხელა ტიპის ხარდაჭერა ნდობა იმდენი ადამიანი ჩართულობა ამ ამბავში რომ დღეს სოტრიკობერით ისე შეიძლება რომ აკრძალო კაციშვილი არც გამოიხმაუროს ნორმალურად და ამას ბევრი ნებათა ხელბა არ მოხდეს ეს არის თავარი პრობლემა რაც შეიძლება მოხდეს და ჩემი არჩევნების გავალ არ გავალ თუ ბევრ ადამიანს არ შეწუხდება თუ ადამიანი არ მიბარ და არ ეთყვის ბიზნესს რომ ესა და ეს ხალხი ესა და ეს პარტიები თუ არ იქნებიან არ საარჩევნო ბიულეტენში ეგ არჩევნები არ შედგება და აგამხობთ და ეგეთ ხელისუფლება ვერ იარსებებს ეგეთი ქვეყანა ვერ ფუნქციონირებს მაგ შემთხვევაში მოერდება მასაც ესეთი ტიპის ქცევა და ყველგან აღიკვეთება მისი ეს დიქტატორული ზრახვები შენ არჩევნებზე გახვალ სადაც უნდა კონდეს თუ გადიხარ ისეთი გაცდა ხა ახალ არჩევნებს ვითხო ყველანაირი რაც არ უნდა მოხდეს გადახევ და მოუგებ და ეს ის უნდა კონდეს იმედი და ის იმედიც უნდა კონდეს რომ რამე შენ აკრძალავენ რომ რამე შენ დაგჩაგრავენ შენს უკან იმდენი ადამიანი და შენთან ერთად ისეთი დობა აქვს რომ ზად არის იბრძოლოს შენთან ერთად თუ აღმოაჩინე რომ თელი დღის განმავლობაში შენი აკრძალვა თაისქროლება ჩამოისროლება შენი არჩევნებზე გასვლა ძირად არავის არ ადრედეს არის გაუსწრობა მე უბრალოდ ეს თავარი საწვავი არ გქონდა ის შეიძლება პოლიტიკოსმა და პოლიტიკურმა ჯგუფმა იმო ეგ როგორ უნდა შეიცვალოს ახლა ამაზე ვილაპარაკოთ საბოლოოდ შენ არ დავიწყოთ რა სასათხედა აქ გამოსავალ ხო დობის კრიზისია პოლიტიკაში დარჩით ხო სამივე მაინც პარტიაში არ ახართ არ ვიცი რამე საფერებ თუ არა თუ დარჩით გეტყვით ყველანაირი მორიდების გარეშე რომ ჩვენ აქტიურად ვართ პოლიტიკური გამოსავლის ძიებაში
ვართ მოტივირებული იმაზე, რომ ერთად შევქმნათ რაღაც ტიპის ალტერნატივა, ველაპარაკოთ ჩვენნაირ ადამიანებს, ვისაც გონია, რომ ამ არსებულ პოლიტიკურ სივრცეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი აკლია, რასაც რითიც შევსება არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ მივახციოთ იმ ცვლილებებს, რომელიც ასე ძალიან გვინდა. ამისთვის ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს კრიზისი დაძლეული იქნას ოპოზიციის მხარეს და აბსოლუტურად ვეთანხმებით ცოტნეს, როცა შენ ხარ პოლიტიკური პარტია და გაუქმებენ და ეს შენი ამომრჩევლის თუნდაც მცირე ნაწილში არ იწვევს ისეთ პროტესტს, რომ რაღაც გააკეთო, ქუჩაში გამოხვიდე და ამას დაუპირისპირდე და უბრალო საინფორმაციო დღე არ იყოს, ხო? ესე იგი ეს არის რაღაც ტიპის კრიზისის მიმანიშნებელი ამ პარტიებში. ამ სამმა პარტიამ, რომელიც დღეს ასაკრძალთა სიაში შეიყვანეს, ჯამში 700,000-ზე მეტი ხმა მოიპოვა წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ხო? ამის 5%-ს მაინც უნდა ვხედავდეთ ჩვენ რაღაც აქტიურ პროტესტში, ხო და არა Facebook და კლავიატურის პროტესტში. ამ პარტიებში არსებული კრიზისი ამას ვამბობ აბსოლუტურად თვითკრიტიკულად, იმიტომ რომ მე გავიარე გზა ამ პარტიებთან ერთად, მათ შორის ჩემს ყოფილ პარტიასთან ერთად და ვხედავ რომ ეს არის რეალური პრობლემა და მიმანიშნებელი იმის, რომ ამ პარტიებში არსებული პოლიტიკური ტრადიცია, არსებული რაღაც თამაშის წესები ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ მისმა აქტიურმა ამომრჩეველმა იგრძნოს თავი ამ პროცესის ნაწილად და იქამდე სანამ ეგეთი პარტიები არ გვექნება, ივანიშვილს ექნება შესაძლებლობა, რომ აი ამ პარტიებს მოექცეს ისე, როგორც უნდა, ძლიერის პოზიციიდან და როგორც სუსტი დაჩაგროს. ოღონდ რასაკვირველია ამ პროცესში ქვეყანა ზიანდება და მთლიანად პროცესი ზიანდება, მაგრამ ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური პროცესის ისეთი ფორმით ტრანსფორმაცია, რომ ნდობა არსებობდეს და ამ ნდობის მიღმა არსებობდეს ხედვა და მე ამომრჩეველს უთხრა, რომ კი, აი შენ მენდობი მე და ეხლა მე წაგიყვან შენ აი ამ მიმართულებით და ეგ ერთმანეთს ავსებს, ხო, თუ არ არსებობს ხედვა, არ არსებობს ნდობა, თუ არ არსებობს ამ ხედვის განმახორციელებელი ხალხი, რომელსაც საზოგადოება მიყვება, ანუ ლიდერშიპის კრიზისი თუ არის, ბუნებრივია, რომ ეგ ვერ შეიძლება და მე მგონია, რომ ორი რაღაცა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს ალტერნატივა მკაფიოდ ჩამოყალიბდეს. თუ ამ პარტიებს არსებობს აქვს რესურსი, რომ აქედან რაღაცა გამოდნეს და ან გაერთიანდნენ, ან რაღაცა საერთო ნიადაგი გამონახონ, უნდა გამონახონ, მე მაგის მოლოდინი გულსფრად რო გითხრათ, არ მაქვს, იმიტომ რომ ამ პერიოდის განმავლობაში, რასაც ვუყურებდი და ვუსმენდი, იყო ერთიანობაზე საუბარი, მაგრამ ერთიანობის საპირისპიროდ მოქმედება, ხო? ამას თუ გააკეთებენ, ბუნებრივია, რომ ამ თავის პოლიტიკურ გზას რაღაც ახალ რესურსს შემატებენ და რაც თავარია, რაზეც მე ვარ მზად რომ ავიღო პასუხისმგებლობა ჩემ მეგობრებთან ერთად, არის ის, რომ ჩვენ შევავსოთ აი ეს პოლიტიკური სპექტრი იმით, რაც აკლია ამ პოლიტიკურ სპექტრს. ეს არის უკეთესი პარტიები, უფრო კვალიფიციური, უფრო დემოკრატიული, უფრო კეთილსინდისიერი, უფრო კარგი ხედვის მქონე. თქვენ სამი აპირებთ რაღაც ერთიანი ორგანიზაცია. ჩვენ ძალიან ღიად და ახლა ორგანიზაციამდე არ დავიყვან ამას მით უმეტეს ამ ფონზე, როცა რაღაცა ფორმალურ სამართლებრივი წიაღსვლები მიდის, რომ რაღაცა უნდა აიგზავნოს, იმიტომ რომ მე მგონია, რომ სანამ არსებობს პოლიტიკური აზრის გამოთქმის შესაძლებლობა და სანამ ჩვენ გვაქვს აზროვნების და ამ აზრის გადმოცემის რესურსი, იქამდე შეგვიძლია რომ ვაცოცხლოთ პოლიტიკური პროცესი, თუმცა მივალთ მე მგონია იქამდეც რომ ეს რაღაცა ფორმალისტური თვალსაზრისით რაღაც თავის ფორმას მიიღებს. რასაც ვამბობთ ღიად და რაც შემიძლია რომ თქვა არის ის, რომ ჩვენ ვართ თანამოაზრეების ძებნის პროცესში იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო მეტნი, ვინც ერთნაირად უყურებთ პროცესს და ვინც ამ პროცესიდან, ამ ძალიან რთული კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობას ხედავთ იმაში, რომ ჩამოყალიბდეს რაღაც ახალი ტიპის პოლიტიკური შეთავაზება. გრძელვადიანი პროცესია საბოლოო ჯამში. რატო არის გრძელვადიანი პროცესი? ასაც ცოტა საუბრობდა ავტორიტეტის დაგროვება, ხარდაჭერის მოგროვება და ამით ვიყავით დაკავებული აქამდე ცალ-ცალკე. ისეთი ხარდაჭერის, რომელიც როგორც ცოტა თქვა, რომ ხალხი გაშენს გამო ქუჩაში გამოვიდეს. არა, ეს სანამ არ მოხდება, ნახეთ, სანამ
მე მჯერა რომ სოციალური წნეხის შედეგად არის შესაძლებელი რომ ჩვენ ქართული ოცნებისგან მივიღოთ ის რაც გვინდა, ხო? და ქართული ოცნებისგან კი არა, მივიღოთ ცვლილება არჩევნების გზით ამ ქვეყანაში. სოციალური წნეხი რო არსებობდეს, ამ სოციალურ წნეხში უნდა მონაწილეობდეს ბევრი ხალხი. ბევრი ხალხი რომ მონაწილეობდეს, ბევრი ხალხი უნდა ხედავდეს თავის ადგილს პოლიტიკურ პროცესში. და დღეს ეგრე არ არის სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ხალხი ხედავს თავის ადგილს ამ პოლიტიკურ პროცესში. ბევრი ადამიანისთვის პოლიტიკური პროცესი არის აი გართობის საშუალება, პოლიტიკურ თოქ-შოუს ხალხი შეხედავს როგორც გართობის ინსტრუმენტს და პოლიტიკას შეხედავს როგორც რაღაც სანახაობას, იმიტომ რომ თავის ადგილს ამ პროცესში, როგორც საფეხბურთო მატჩში, აი განსაკუთრებით როცა უცხოური კლუბები თამაშობენ, ხალხი თავის ადგილს ვერ ხედავს და კი უყურებს როგორც სანახაობას, ხო? შენი ნაკრები უნდა თამაშობდეს პოლიტიკაში და ეგ განცდა უნდა გქონდეს, რომ ეხა შენ გულშემატკივრობაზე და შენ როზე არის დამოკიდებული ეს ცვლილების პროცესი. გამოყვება თქვენ ამ ჩელეს მინდა ვკითხო. მიხარია რატო ფიქრობთ თუ თქვენ ახალ პარტიას შექმნით, გამიხარდება გულწრფელად, იმიტომ რომ საჭიროა ეს მეც ამას ვითხოვ, სულ საჭიროა ახალი პარტიები, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას ბოლოს გამოუვიდეს რომელიც არ ვიცი, მაგრამ რატო ფიქრობთ თქვენ გამოგივათ ეს? ანუ ზოგადად თუ ის ფიქს დავიწერო რა პოტენციალური ხალხი გამოყოს და რამე შევიყოლიო, მაშინ სხვა პროფესიას მოვძებნი და პოლიტიკოს აღარ იქნება. პარტიამდე უნდა ვიყვანთ ამ ყველაფერს. საბოლოო ჯამში პარტია არ არის იმგვარი დიდი რაღაც, რასაც ანიჭებენ ხოლმე რა პასუხისმგებლობას აკისრებენ ხოლმე პარტიას. პარტია არის ინსტრუმენტი, პოლიტიკური მოქმედების ინსტრუმენტი. შენ როგორც პოლიტიკოს ადამიანს, რომელიც შენ აფიქს აუცილებლად და გინდა რომ სხვაები შენაირად ფიქრობდნენ და გინდა რომ წამოყვნენ, მე გჭირდება რაღაც კონკრეტული იურიდიული ფორმა, რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. ჩვენაირი კაი ხალხი რო გაერთიანდეს, ამას სჭირდება პარტიის ინსტრუმენტი, მაგალითად ამ შემთხვევაში იმის იქეთ პარტია ხა ეგეთი პარტია რაც უცი კომუნისტური პარტია არის მოძრაობა შემოაღალებად პოლიტიკა. აი ჩვენ ხან ნებისმიერ შემთხვევაში მოძრაობა რაღაც სახე ხომ უნდა მისცეთ ამ ერთობა. კი რა თქმა უნდა სახე იქნება პარტია. ხალხი ხარჯ დაუჭერს, სახელი ჭირდება, არ ვიცი. კი, საბოლოო ჯამში სახელი ბრენდინგი ჭირდება, უბრალოდ ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. პირველი ხარისხოვანი არის ის, რომ როგორმე ადამიანების ნდობა და მხარდაჭერა მოიპოვოთ. ამას პარტიის გარეშე შევძე და პარტიის ციხეთაც ეხა ჩვენ პარტიიდან წამოსულები ვართ ადამიანები, მაინც ისე გვიყურებენ როგორც პოლიტიკოსი, უპარტიო რაღაცა დიდი მას არ გაკლებს და იცოდნენ რას უჭერენ ხარს და ხო რა თქმა უნდა ჩემს ორგანიზაციული ფორმა ჭირდება და რაც მალე მით უკეთებს. სხვა რამის ვიზახებ, ჩვენ რომ იმას არ გავაკეთე, ხა ჩვენ რომ შეპესე დავაარსოთ თუ ცოტნე ხუნოდა, იმას მაინც ყველა იფიქრეს რომ პოლიტიკური პარტია, იმიტომ რომ გასცია შინით ვინაის გაერთიანება. კი, ამ შემთხვევაში მგონია რომ ხა როცა ამბობთ რომ მაინც და მაინც ახალი პარტია უჭირდება, სინამდვილეში ახალი პარტიები არ უჭირდება რა, ანუ ფთიანი ფრაზაა ხომ რომ ახალგაზრდები უჭირდება პოლიტიკაში. ახალგაზრდა არაფერს არ ნიშნავს გარდა იმისა, რომ ცოტა ხანი არის გასული, რაც ეს ადამიანი დაიბადა და ნუ შეიძლება ნიშნავდეს, რომ წინა ხელისუფლებას არაფერი ცუდი არ უკეთებდა და ამ ხელისუფლებას ფული არ მოუპარავს. მაგრამ ამის იქით ახალი ხედვა უჭირდება, ახალი კონცეფცია უჭირდება, ზოგადად უჭირდება გზა. ისეთი პოლიტიკური პარტია უჭირდება, რომელსაც შეიძლება რომ გამოვიდეს და ადამიანებს აჩვენოს რაღაც კონკრეტულ, რაც ექნება დასწრის და რაც ექნება დასასრული. ჩვენ რასაც რუსთაველის პოტენზიალზე ვხედავთ, სადაც გაბრაზებული ადამიანები გამოდიან და საკუთარ ბრაზს გამოხატავენ და არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და არც ერთ პოლიტიკოს არ შეუძლია რომ გავიდეს და უთხრას რომ მეგობრებო, ხა თქვენ რასაც აკეთებთ, შეიძლება თავის დაზიანება იყოს და მოდი შევცვალოთ რაღაცა ქცევის მოდელი და ისე მოვიქცეთ, რომ უფრო ნაკლები დაგვიჭირონ, ჩვენ უფრო ნაკლები დავზიანდეთ და ქართული ოცნება უფრო მეტი დავზიანდეთ, ეს არის ტრაგედია. უფრო დიდი ტრაგედია ის არის, ხო ჩვენ რო აგვიზავთ ქუჩაში შეიძლება არავინ არ გამოვიდეს, მაგრამ პოლიტიკოსები, ანუ პოლიტიკურ გზას ვერავის ვერ აჩვენებს. საბოლოო ჯამში ხა ვიღაცას რომ შიმშილობის დაწყება შიმშილობა ხო სინამდვილეში პოლიტიკური გზა არ არის. შიმშილობა არის რადიკალური ნაბიჯი და ამ ქვეყანაში რა ვიცი მიშა სააკაშვილმა რამდენი ხანი იშიმშილა და მაგას არ მოყოლია შიდა და გარე რაღაცა ისეთი მხარდაჭერა რომ საბოლოო ჯამში მიზანი ყოფილიყო მიღწეული. გონია რომ ეხლა არის არა მებრძოლები კი არ გჭირდება, ანუ ბრძოლა თუ არის აქ პოლიტიკოს ფაქში ვინც არის მაგარი მებრძოლები არსებობენ და მაგრად იბრძოლებენ ადამიანებს. ჩვენ ეხლა გჭირდება პოლიტიკოსები, ადამიანები, რომლებიც აკეთებენ პოლიტიკას. გასაგებია რომ ჩვენ ქვეყანაში კოჭლი არის პოლიტიკა და ჩვენ გვიწევს აქ ერთ აზზე ვინც ვართ ეს ხალხი მოვიდეთ და რაღაცები გაკვეთილივით მოვყვეთ, მაგრამ მაგის შეცვლა შეიძლება. მაგის შეცვლას ვაპირებთ რომ პოლიტიკა დაბრუნდეს ამ ქვეყანაში. საინტერესოა, ცოტა შენ რას ფიქრობ ამ თემაზე, რა შეიძლება ახალი შესთავაზოს თქვენმა გაერთიანებამ?
ნუ რა პირველ რიგში ჯერასადეს თავისთავად ეს ამბიცია რო გაქვს ადამიანს და ეს ამბიცია არის სწორი ამბიცია და ეს ყველას უნდა გავაგებინოთ. არავინ არ იკადროს ერთი წამი მაინც თქვენ წაგართვა თქვენს გადაცემაში. ერთი წუთით ის და ქვემოთ პოლიტიკოსი ეწეროს თუ არა აქ ეს გულწრფელად თავისთავად ნახსნილი, რას ემსახურება ეს აქციელი. ყველა ჩემი სიტყვა რასაც აქ მოვდივარ თქვა და ვიყენებ იმ დროს, რასაც შანს მაძლევ, ხო რომ ამდენ ადამიანს ვლაპარაკო, ხო რაღაცისთვის მინდა დილით ხო რაღაც мотиваცია მაცოცხლეს, ხო ვიცი და რა არის ეს რისი იმედიც მაქვს და არის იმედი მაქვს რისიც რომ ჯერაც ხალხი არის რომელსაც შეიძლება ჩემი ჯეროდეს არ არის ის საკრაუდენობა რაც არის საჭირო რაც რითი შესრულებას მოვახდე და არსებობს კიდე ხალხი რომელსაც შემიძლია გავაგებინო რომ გონია რომ სწორი აზრი მაქვს თორე ეს ვარ ჯეროდეს რომ სწორი აზრი მაქვს აცუდი ადამიანი ვარ ან რაღაცა აქ პოლიტიკაზე დამთავრდა და თან მეწეროს თქო რომ პოლიტიკოსი ვარ ამ დროს შენ გართმევდე და აგვიჯდა ვიქნებოდი აფერისტი მე ვშოვობ რომ აფერისტი არ ვარ სწორედ იმიტომ რომ აი ეს ამბიცია აქვს მე მეორის მე რასაც ვეძებ პოლიტიკაში იქ არ ზღუდავ იმას რომ მაინც და მაინც აი გრძელვადიანობა არ მაშინას ზოგადად თავისთავად მე რომ შემოვედი პოლიტიკაში პარტიაში რომელსაც გირჩი ერქვა არავინ სახელი არ იცოდა დაცინოდნენ ამ ამბავს და არ მაინტერესებდა მეგონა რომ სწორს ვაკეთებდი და როდესმეც რომ გამოიღოს თავისი იმ ხელა რამის ცვლილება მოხდება ჩემს მენტალური ის ყველა იმ ნაწილში რაც მე სწორი მგონია ამის რო ჯეროდეს ქვეყანაში მე ადამიანს და დობა ქონდეს რომ ამის გამკეთებლებიც ვარ არ მხოლოდ რომ ჯეროდეს თავზე სწორი არამედ სწორია რომ თან რომ ეს ჩვენ ვაკეთოთ და ამის ძალა გვაქვს ნეტა ეგ როცა არ უნდა დადგეს ძალიან დიდი გამარჯვება იქნება და ძალიან ბევრი რამე ჩემთვის შეიცვლება ანუ არ მაშინაც ზოგადად რაღაცა ძელვადიანი დაუწყო იმის იქით თავარი დეფიციტი რაც არის ჩემი აზრის პოლიტიკურ სპექტრში და რაც ძალიან იშვიათია და ძალიან გამიჭირდა რომ მე ვიპოვო და ეს თუ არ ვქენი არაფერი არ გამო ერთი ეს არის ნამუსი და სინდისი რომელსაც ყველა დეტალში და ყველგან ამოიცნობ ადამიანში და ამ პროფესიაში თითქოს ნამუსი და სინდისობა პირიქით ხელი შეშლილი იმიტომ ნაკლებად მოქნილი, ნაკლებად იმათ აღიქმები და ასე შემორჩა ქართულ პოლიტიკას რომ უსინდისობა პირიქით შეიძლება ძალიან კაი ფიშკა ქონდეს შენი აუხ რა კაი ისეთი ბიჭია ვაჭყიანია მაგრამ ეს ნამუსი არ აქვს და ისეთ რაღაც თავხედობების გამკეთებელია და ვითომ კაითვისება და მოვედით იმ მდგომარეობას რაც არავინ კაციშვილი არავის არ ენდობა და არავის არ მოწოს მეორე ეს არის გონების თვალი და განჭვრეტის უნდა რასაც ქვია რა გონების თვალი ეს არის როცა ადამიანს გაქვს საღი აზრი საღი გონება რითიც ახერხებ რომ ვიშვილს იქ კი არ გონდეს რა ჩემ გინდა ის კი არ იძახო არამედ ახერხებ და რეალობის სწორი ახმა კონდეს და ხვალიდელი ზეგიდელი დღეს განჭვრეტის უნდა იქონდეს რითიც არის დაცული პოლიტიკური სპექტრი აბსოლუტურად აი ამაზე შემიძლია კიდევ უფრო მეტად თავი დადო და მესამე ამ ყველაფერს უმეცხოვრო რომ ქარიზმაც თუ აქვს პოლიტიკურ ლიდერს ერთად გადასარევი მაგრამ ამ სამიდან როგორც აი ერის სახელმწიფოს რომ სამი მთავარის კრავს ხო აი ესე ამ შემთხვევაშიც ამ სამით უსწრებია ორიც რომ გქონდეს უკვე მნიშვნელოვანია ქართულ პოლიტიკურ სპექტრში პირიქით არის ამ სამიდან ერთიც კი წავლად საპონელი არის რომ იყო ადამიანი რომელსაც აქვს სინდისი რომელსაც აქვს განჭვრეტის უნდა და საღი აზრი და რაღაცა ეს რაღაცა ემპათიის რაღაც მოდით ახერხებს სხვა ადამიანების პერსპექტივით ეს სამყარო დაინახოს და მისი ეს მონდეს ეს გრძნობელობა არსებობს მე მგონია რომ აქ ყველაფერში გაჭირდა ამას დაემატა იმაში რომ ესეთი პოლიტიკური სპექტრი იმყოფება დიქტატორულ გარემოში და დიქტატორულ გარემოში კიდე ამას რომ ემატება ურესურსობა რაღაცა ათასნაირი რაღაც შეზღუდები კიდე უფრო მეტად ჭირს და კიდე უფრო მეტად ცუდად გამოიყურება მთელი ამბავი კი როგორ არის ანუ მე რომ მეგონოს ჩემი თავი რაღაცნაირად უთამოყარე უსუნდისო რომ მოგენოს ჩემი თავი არ ვატარებ არც ისი თავხედი არ მიქნებოდა რომ თქვენთან მქონდა ის კი ბატონო უბრალოდ ესეთ ადამიანის მეძებ და გძნობ ვიცი რა არის ხო მაგრამ ყველა აი მე რა შენც იცი და ყველა მიცი ეგ სარგაზის რო არსებობს ხოლმე კამერები რო თება აქვე მთავრდება ეს კამერებს რო გამორთა ხოლმე ყველა რო იწყებს იმ სხვა სიმართლების ლაპარაკს რაც ისეს და ძევს აი მაქსიმალებს აქ რო არ ლაპარაკობენ ეგ პრაგმატულადაც შეცდომაა და განჭვრეტის უნარის უქონლობასთან მიუთითებს ჩემთან და უნამუსობასთანაც მიუთითებს და ამას რო გონია რომ ბერძნოს ხალხი ეთქო პოლიტიკაში გულწრფელობა და საღი აზრი ეს რაღაც გონების თვალი განჭვრეტის უნარი პრაგმატიზმი ნახოთ რავი გიცნობ ვებერიც ამას ამბობდა ჩემის თუ არ გჯერა გულწრფელობა პრაგმატიზმი და უარი ისტერიაზე ეგ არის ჩვენი ფორმულა აჰა ესე იგი სლოგანიც გქონია მოკლედ გისურვებთ წარმატებებს და გამიხარდება მხოლოდ თქვენი რაღაცის უფრო ორგანიზებული აქტიურობა სამაბუაძე ჩელეყურა ცოტა კობერიძე იყო ჩვენი სტუმრები ასეთ იყო დღევანდელი გადაცემა პოლიტიკური სივრცე მე გეუბნებოდ თქვენ და ხვალ 7-ის ნახევარზე შევხვდებით ერთმანეთს
მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა პოლიტიკური სივრცე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მაშასე პარტიების აკრძალვის პრეცედენტი შეიძლება სულ მალე შეიქმნას. საქართველოში ქართული ოცნება აანონსებს, რომ აკრძალავს მინიმუმ 3 პარტიას, ეს ასე ვთქვათ, დასაწყისია. შემდეგ რა იქნება არავინ იცის. ნაციონალურ მოძრაობას, პარტია ახლები და ლელო აიკრძალება თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაუკმაყოფილებს ქართულ ოცნებას სარჩელს, რომლის შეტანასაც ისინი აპირებენ და ხა იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით რა დღეშია ჩვენი სასამართლოები, დიდი ეჭვია, რომ ალბათ დაუკმაყოფილებს და ეს პრეცედენტი შედგება. თავიდან გვპირდებოდა, რომ რაღაც 10-ზე მეტ პარტიას აკრძალავთ, ამბობდა პრემიერ-მინისტრი, მაგრამ როგორც ჩანს, გზაში გადაიფიქრეს. სხვა პარტიებს არ აკრძალავთ, იმიტომ რომ პატარები არიან და საფრთხეს არ წარმოადგენენ. ალბათ ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ აკრძალვისთვისო და ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ თუ გაიზრდებიან ეს პარტიები, პატარები აღარ იქნებიან, მე აკრძალავენ. გახარიას რაც შეეხება პარლამენტში, რადგან შემოვიდა ჭკვიანურად მოიქცა და ამიტომ არ აკრძალავთო, ისიც გადარჩა. და დარჩა ეს 3 პარტია, რომელიც ჩამოვთვალე. მიზეზი არის 2, რომელსაც ერთად ასახელებენ. ნაციონალურ მოძრაობის შემთხვევაში ეს არის დარღვევები, ადამიანის უფლებების, როცა ნაციონალურ მოძრაობა იყო ხელისუფლებაში და მეორე ეს არის არაღიარება დემოკრატიული, ასე ვთქვათ, ინსტიტუტების და მათ შორის არჩევნების და არჩეული პარლამენტის, აი მაგალითად პარლამენტის ლეგიტიმობას რო არაღიარებენ, ეს ერთ-ერთი მიზეზია და არც ერთ სხვა არჩევნებზე არაღიარებდნენ და მერე ბოლოს აღიარებდნენ, შემოდიოდნენ და მოკლედ საკუთარ გრძელი სიტყვა თქვა პაპუაშვილმა და რაღაც ასეთი თემებით დაასაბუთა. ჩვენ გადაცემა რეზუმეში ყავდა ვახუშტი მენაბდა, რომელიც კონსტიტუციონალისტი, რომელიც ამბობს, რომ არც ეს მიზეზი ვერ იქნება რეალური მიზეზი პარტიების აკრძალვისთვის ვერც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც კი მომხდარ ასეთი რამ, გერმანიაში თუ სხვაგან გაცილებით მაღალი სტანდარტი ჭირდება პარტიების აკრძალვას. ეხლა უკვე ამ გადაცემაში ჩვენ მოგასმენთ პოლიტიკურ შეფასებებს. სწორედ ეს 3 პარტია იქნება ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი. ვისაც აკრძალავენ, ანუ ახლების წარმომადგენელი, მერე ნაციონალური მოძრაობის და შემდეგ ლელოს წარმომადგენელი. პირველი თეიმურაზ პაპასკერი უპასუხებს ჩვენ შეკითხვას, პარტია ახლები. მივესალმებ მას. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და რომ გითხრათ რა ეტაპზე გადავედით. ბევრი კითხვა პრინციპში აქ არ არის, ხო? გასაგებია რაც ხდება. რა ეტაპზე გადავედით, ეს რო შევაფასოთ და მერე უკვე რას აპირებთ. ხო, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ გადავედით ოფიციალურად ჩამოიხსნა ქართულმა ოცნებამ ნიღაბი, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ არის დემოკრატიული ძალა, რომ მას არ აინტერესებს დემოკრატია, მის ერთადერთი მიზანი არის ძალაუფლების შენარჩუნება, რადგანაც პარტიებს არავინ არ კრძალავს იმის გამო, რომ ისინი არიან ელექტორალურად ძლიერნი და ფაქტობრივად ეს თქვა, რომ ამ 3 პარტიას იმიტომ კრძალავთ, რომ მათ მხარდაჭერა აქვთო. თორე დანარჩენებს მხარდაჭერა არ აქვთო და ახლა არ აკრძალავთ და მერე აკრძალავთ, როდესაც ასეთი მხარდაჭერა ექნებათ. თავარია ჩვენ ძალაუფლებაში ის პარტიები გაძლიერებაზე ვერ იმუშავებდა, თუ გაძლიერდები და ანუ ასეთი ფორმულირება პირდაპირ ვიტყვი, საერთოდ არ მომისმენია არსად. ეს ყოფილა ერთ-ერთი მიზეზი, რომ თუ ეხა რაღაც პარტია აკმაყოფილებს ყველანაირ კრიტერიუმებს, მართლა არის ექსტრემისტული, ნაცისტური ან ასე შემდეგ, მაგრამ რეალური ძალა არ აქვს და საფრთხეს არ წარმოადგენს, მაშინ შეიძლება არ აკრძალო. ეს ყოფილა ერთ-ერთი მიზეზი, რომ ეს არის გერმანიაში, რომ თქვა რაღაცა ნაცისტი ვარ ან რაღაცას, მაგრამ მხარდაჭერა არ აქვს. მხარდაჭერა არ აქვს და ეს ოღონდ გერმანიაში აქ არის შუალედური ის, რომ თანხებს ვერ მიიღებს, შემოწირულობებს ვერ მიიღებს საზოგადოებისგან. ასე რომ აქ გამოვიდა თან სასაცილოა, იმიტომ რომ ეს პარტიები თუ გაძლიერდებიან, ეგრევე აკრძალულებიან ავტომატურად. ხო, ანუ მე თუ ესე იგი თუ ამ პარტიებში თავი მოიყარა მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა, ვთქვათ, გაერთიანდა და შეიქმნა ელექტორალური გაერთიანება, რომელიც ქართულ ოცნებას რასაკვირველია დაამარცხებს ნებისმიერ სამართლიან არჩევნებში, მათ უცბად აკრძალავენ, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ უნდა შეინარჩუნოს ძალაუფლება და ეს არის ერთადერთი მთელი ამ კანონპროექტის არსი არის ეს. ჩვენ ვარ ძალაუფლებაში, გვინდა ძალაუფლება შევინარჩუნოთ და ჩვენ გვინდა ვიყოთ უკუნითი უკუნისამდე. თან სიმბოლურად ეს გააკეთეს 28 ოქტომბერს ხალხო 35 წლის წინ პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა საქართველოში და დაემხო კომუნისტური რეჟიმი ფაქტობრივად ან უზენაეს საბჭოში უმრავლესობა ეროვნულმა ძალებმა მოიპოვა. დღეს დაამთხო. ხო, და დღეს ანუ ისევ ერთპარტიულობისკენ გადაიდგა ნაბიჯი ქართული ოცნების მხრიდან და ახლა ისევ პრინციპში კი ყავთ იქ კომუნისტები საკმაოდ ბლომად
თავიანთ პარტიაში, მათ შორის წამყვან თანამდებობაზე ყავთ ვოლსკი, რომელიც კომუნისტური პარტიის მდივანი იყო 9 აპრილის შემდეგაც. ასე რომ. ხო. კი ბატონო, და ანუ პრინციპში ხო კომუნისტური საბჭოთა პერიოდშიც ხო ერთი პარტია იყო და ნარჩი პარტია აკრძალული იყო. კი. ხო, კანონით. ეხლა კონსტიტუციაში ეწერა. ეხლა დაახლოებით ასე სიტუაციას ვიღებთ. ანუ ერთი პარტია იქნება, დანარჩენი, როგორც ვთქვით, ძლიერი პარტიები აკრძალული იქნება და სუსტი პარტიები დარჩება. იქნება ჩინური ვარიანტი, სადაც ჩინეთში ოფიციალურად არის კომუნისტური პარტია, კიდე არის 8 პარტია, ოღონდ ესენი არის ჩინეთის კომუნისტური პარტიის საფარქვეშ, ასე ვთქვათ, ეს არის ის პარტიები, რომლებიც ფორმალურად რო თქვა მრავალპარტიული სისტემაა ჩინეთში, მაგრამ სიამოვნებაში ვიცით, რომ ერთი პარტიაა იქაც. რუსეთი, სადაც ყველაფერი გასაგებია, რომ იდინა რასიას ხელშია და ყავს ეგრე სპრავედლივая რასია, მაგალითად გახარია აგერ. და აი ასეთი ხა თქვენ ამბობთ რომ გახარია დაახლოებით ეგეთ როლს შეასრულებს. ხო, რასაკვირველია, ამ პარლამენტში შესვლა არანაირად შეიძლებოდა. ნუ გადარჩა აკრძალოს აგერ. აი ჭკვიანი რამნიშნულობა ხალხმა აკრძალა, რამდენი 1000 ხმა იყო, 40000 ხო, მგონი მთელი საქართველოს მასშტაბით. ვერც ერთ არჩევნებში გახარია ბარიერს ვერ გადალახავს, ხო, ვიცით, ქართულმა ოცნებამ თუ არ დაუწერა ხო და ის ხალხისგანაა სამაგერო დაკრძალული და დასრულებულია მისი პოლიტიკური კარიერა ამ ქვეყანაში დამთავრდა. თქვენი პოლიტიკური კარიერა როგორ გაგრძელდება? მოდით ასე ვთქვათ, ხალხს ჩვენ არ აუგრძალებთ. ქართული ოცნება აგრძელავს თუ არა, ამით დიდი არაფერი არ შეიცვლება. ჩვენი ქმედება გაგრძელდება და შესაბამისად როგორც არის ეს გაგრძელდება მანამ სამ ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში. არ ამგონია რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს. ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ნუ რატო ხარ დარწმუნებული დიდხანს არა? უკვე 13 წელი არ გრძელდება. 13 წელი რო გრძელდება ზუსტად იმიტომაა. რომ აცი დიდხანს არ გაგრძელდება თქო რო ვიცახ. 13 წლის განმავლობაში ქართული ოცნება იმყარებს და იმყარებს პოზიციებს. ხო, აგერ საერთოდ ეხა თქვენ არა, გასაგებია, მაგრამ ქართული ოცნება თავდაპირველად არჩევნების მოგებისას გაყალბებას არ საჭიროებდა. 2016 თუ არჩევნებს აყალბებდა იმისაც, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა მიეღო და არა უბრალოდ შეენარჩუნებინა ძალაუფლება. 20-ში უკვე დასჭირდა გაყალბება იმისაც, რომ ძალაუფლება შეენარჩუნებინა, მაგრამ ეს არ იყო ისეთი მასშტაბის და 24-ში იმხელა მასშტაბით გააყალბა არჩევნები, რომ შეუძლებელი იყო ამის გადაყლაპვას, პრინციპში არც 20-ში გადაყლაპა არავინ, მაგრამ დასავლეთმა მაშინ სხვანაირი ჩარევა არჩია და 20-ში კიდევ მაჟორიტარები არსებობდნენ და მაჟორიტარების ხარჯზე არ ჭირდებოდა ამდენი. ხო, ქართული ოცნება აბალანსებდა ამას და აი ახლა 24-ში რაც გააკეთა, უკვე დასავლეთმაც არ გადაყლაპა ეს ამბავი და ვხედავთ ახლა დღეს რაც არის ახლა ქართული ოცნება ჩვენ გიგრძელავს ქვეყნის შიგნით, მაგრამ თვითონ აკრძალული იქნება მთელს დემოკრატიულ სამყაროში და როდესაც რეალური ფინანსური საანქციები დაუდგებათ, აი მაშინ ნახავ რომ ვინ ვის აკრძალავს. სამართლებრივ დავაში აპირებთ შესვლას საკონსტიტუციო. ჯერ ვნახოთ რა შეიტანეს საერთოდ ხო სავარაუდოდ ალბათ ფორმალობისთვის ასე ვთქვათ ამას გავაკეთებ, თუმცა არავითარი აზრი ამას არ ექნება, რადგანაც აბსოლუტურად არაკონსტიტუციურია ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს. თუ ვინმე შეიძლება აიგრძალოს დღეს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევისთვის, ეს არის ქართული ოცნება, რომელსაც კონსტიტუციის უამრავი მუხლი აქვს დარღვეული, მარტო 78 არა. თუნდაც აი ამ სარჩელით ის არღვევს რამდენიმე მუხლს კონსტიტუციის პირდაპირ ვეტყვი. მოდი ვილაპარაკოთ ამაზე. მაგრამ ვილაპარაკოთ ანუ პოლიტიკური და სამართლებრივი კუთხითაც რომ შევაფასოთ თუ შეგიძლიათ. არა, ნუ ელემენტარულად ახლა დემოკრატიულობა ქვეყანაში იზღუდება, მრავალპარტიულობა იზღუდება, აზრის თავისუფლება იზღუდება რეალურად. ანუ ბოიკოტი თურმე პარლამენტის ეს არ არის ასე ვთქვათ ლეგიტიმური ქმედება პოლიტიკური პარტიის. ხო, აი პატარა პარტიებს, დიდ პარტიებს მეტად არის თვითონ საინტერესო ეს დასაბუთება, რითიცაც ასაბუთებენ ამ აკრძალვას, რომ ეს პარტიები არ აღიარებენ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ანუ შენ თუ არჩევნებს გააყალბებ, ანუ ოპოზიციური პარტია ჩათვლის რომ არჩევნებს გააყალბე, მას უფლება არ აქვს რომ ბოიკოტი გამოაცხადოს. ხო, ნუ ეს ისულელი. ანუ ყველანაირი არჩევნები უნდა ვაღიარო, გინდა არ გინდა.
როგორც არ უნდა ჩაატარო, მეუბნები რომ უნდა აღიარო, არ აღიარებ, ესე იგი ასაკრძალი ხარ. ხო, ეს არის რა სამართლებრივ ლოგიკა შეიძლება თქვენ პროფესიით იურისტი ხარ? არა, მე ისტორიკოსი ვარ, მაგრამ ასე ვთქვათ, სხვა ქვეყნის კონსტიტუციები. ხო, ლევან სამუშია იქნება კიდევ ჩვენი სტუმარი, რომელიც იურისტია და ის იურიდიული კუთხითაც ისაუბრებს ლელოს წევრი, ამ კუთხით როგორც გითხარით, ხა ვახუშტიანობდეს წინა გადაცემაში ვესაუბრეთ, მაგრამ აი მართლა საინტერესო თემა არის ეს, ხო? პოლიტიკურადაც რა პრეცედენტი იქნება? ყველანაირი ბოიკოტი ყველაფერი აკრძალული გამოდის, ხო? ამ გადაწყვეტილებას. გასაგურველი. და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, ამას ამბობს ის პარტია, რომელმაც იმ დონეზე გააყალბა არჩევნები, რომ აი ყველა მიცის, ხო? ახლა ეგრეთ წოდებული ადგილობრივი არჩევნები რო ჩატარდა 4 ოქტომბერს, 1,110,000 ხმა დაიწერა ქართულმა ოცნებამ. მაშინ როდესაც სრული, ასე ვთქვათ, საფუძველი გვაქვს თქვათ, იმის მიხედვით რა ხდებოდა უბნებზე და цаრიელი იყო ეს უბნები, რომ მილიონიც არ მისულა. ანუ მილიონი ადამიანიც არ მისულა და ამას დაუმატეთ 100,000-ზე მეტი გაფუჭებული ბიულეტენი. ანუ მაჟორიტარულ და მერის არჩევნებში გაფუჭებულია 130,000-მდე ბიულეტენი. ანუ ერთი კაცი იყო და უბრალოდ ბათილია ბიულეტენი, იმიტომ რომ წინააღმდეგი არ არსებობს. ხო წარმოგიდგენიათ რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე? გასაგებია და როგორ გააგრძელებთ საქმიანობას? ზოლას გავაგრძელებთ რასაკვირველი? და კიდევ რამე იმას გაუგებრობას ხო არ გამოიწვევს თქვენი თანაკოალიციელები ვარ აკრძალეს ასე თქვა. არაფერი აბსოლუტურად. ამიტომ საფუძველი ხო შეიძლება. არაფერი აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, ეს ხუმრობის საგანია ჩვენში ამ შემთხვევაში. და არავითარი, ასე ვთქვათ, პრობლემა ამ კუთხით არ გვაქვს. მათაც მშვენივრად იციან რისთვის არის ეს გაკეთებული ამ შემთხვევაში და მოდი აი ესე ვთქვათ, რას მისცემს ეს ქართულ ოცნებას, ასე დავსვით. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ მაინც არ შევწყვეტ საქმიანობას. ეხლა პარტია გვექნება თუ რაღაც სამეგობრო გვერქმევა, არ შევწყვეტ საქმიანობას და რას აძლევს ეს ქართული ოცნებისთვის ჩვენ შეიძლება პარტია არ ვიყოთ, მაგრამ სხვებისთვის თორე არჩევნები გვაქვს. ანუ პარტიის არსებობას აზრი აქვს, როდესაც სამართლებრივი არჩევნები ტარდება, სამართლიანი არჩევნები ტარდება. როდესაც ამ არჩევნებს არ გიტარებენ, პარტია გერქმევა მართლა თუ უბრალოდ საძმაკაცო და სამეგობრო წრე არაფერს არ ცვლის ამ შემთხვევაში. მაგრამ აქ მეორეა, რატო გძალავენ, ვისაც გძალავს, იმისი ეშინია, ხო? ეს არის სისუსტის გამოვლენა. ანუ შენ არჩევნებში ამათ ვერ მოუგებ, იცი. და ამიტომ გძალავ. ანუ ნებისმიერ ნორმალურ არჩევნებში რო წააგებს ქართული ოცნება იცის და წააგებს ვისთან იმათთან ვისაც გძალავს. აი ხა რო წარმოვიდგინოთ რომ დანიშნოს ადამიანელი არჩევნები. ხო. მე რა ხდება? არაფერი, ალბათ ესე იგი გაფილტრავს იმასაც, არავის არ დაუშვებს ამ არჩევნებს. ვერ მიიღებთ მონაწილეობა. ხო, ნუ გასაგებია ახლა ქართული ოცნების დანიშნულ არჩევნებში ვერ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ რჩება საფრთხე, რომ მაშინ შეიძლება საერთოდ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს ქართულ ოცნებას. აიღებს კიდევაც თუ არავის არ დაუშვებს არჩევნებში. აბა ნახეთ, არავინ თუ არ მიუშვა არჩევნებში ოპოზიციური ფლანგიდან საქართველოში წინააღმდეგ ხმის მიცემა არ არის, ყველას წინააღმდეგ, ანუ ბიულეტენი ბათილად ითვლება და მერე შემდეგ უკვე ითვლება დარჩენილი ბიულეტენებიდან. რასაკვირველია აიღებს, იმიტომ რომ არავინ არ დარჩება ელემენტარულად, ხო? და პრორუსული, ღიად პრორუსული პარტიები არ აკრძალა. იმადზე არ შეუტანია სარჩელი ქართულ ოცნებას და შეაქვს პროდასავლურ პარტიებზე. ანუ პირდაპირ ცალსახად აჩვენებს ამას, რომ მე ვადგავარ რუსეთის გზას, მე ვადგავარ ლუკაშენკოს გზას. ნუ გასაგებია, საიდანაც იღებენ, მოსკოვიდან იღებენ დირექტივებს. ბუნებრივია ასეთ სიტუაციაში, მათთვის სასურველია ისეთი არჩევნები, სადაც მათ კონკურენტი არ ეყოლებათ. არავის არ დატოვებენ, უბრალოდ ვერ ხედავთ 14 დღიანი ისიც კი ჩასვეს იქ, რომ 14 დღეში შეიძლება აკრძალოს საკონსტიტუციო სასამართლომ, თუ ნახეს ვიღაცისგან საფრთხე. ხო, საარჩევნო პერიოდში. კონკრეტულ პიროვნებებზე აღარ გავავრცელებთო, მაგრამ ხო, ეს ნახოთ ჯერ კიდევ კაცმა არის ის მათგან. საერთოდ სამართლებრივად კონკრეტულ პიროვნებაზე რაიმე აკრძალვის გავრცელება შესაძლებელია მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში და თუ ადამიანს სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი არ აქვს, ვერ აუგზავნავ პოლიტიკურ საქმიანობას.
მაქინა და ამათ ხელში მოკლედ ახალ ეტაპზე გადავდივართ ნამდვილად ახალ შეიძლება ვთქვათ ავტორიტარიზმის ახალი ეტაპი არის ეს. ნუ რეალურად ეს ავტორიტარიზმია უკვე მინიმუმ როგორც მინიმუმ უკვე დიქტატურაა ფაქტობრივად ახლა ერთპარტიული დიქტატურის დამყარებაა ეს. გასაგებია. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. როგორც გითხარით ჩვენ სტუმარი იყო თეიმურაზ პაპასკირი პარტია ახლების წევრი კოალიცია ცვლილებებისთვის წარმოადგენს ის და როგორც გითხარით კოალიცია ცვლილებებისთვის სამი პარტიისგან შედგება პარტია ახლები, ასევე დროა და გირჩი და დროა და გირჩი არ აკრძალა ქართულმა ოცნებამ. პაპუაშვილი ამბობს, რომ ისინი პატარა პარტიები არიან და საფრთხეს არ წარმოადგენენ. შესაბამისად, ალბათ თუ გაძლიერდებიან, მერე აკრძალავენ. სამაგეროთ ახლები აიკრძალა, ასევე როგორც გითხარით, ნაციონალური მოძრაობა აიკრძალა და აიკრძალა ლელო და ჩვენ სწორედ ამ სამი პარტიის პოზიციას წარმოგიდგენთ დღეს გადაცემაში. ჩვენი შემდეგი სტუმარი არის უკვე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავრენიშვილი, რომელსაც მოგესალმები, გამარჯობა ირაკლი. მოკლედ, ნაციონალური მოძრაობის აკრძალვაზე სულ იყო ლაპარაკი. რაც ქართულ ოცნებამ მოვიდა, მაგრამ 13 წელი ეს არ გაუკეთებია და რატო ახლა თქვენი აზრით? ხო, ანუ ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურება და დემოკრატიის მოსპობა რო იყო ივანიშვილის სტრატეგიული ამოცანა, ამაზე ჩვენ სულ საუბრობდით. საბოლოო ჯამში კულმინაციურ მომენტში, როცა მიაღწია მისმა გეგმამ, მაშინ მოხდა ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, აკრძალვასთან დაკავშირებით ფორმალური პროცედურების განხორციელება. აქ ამიტომაც არის ახლა მნიშვნელოვანი საუბარი იმაზე, რომ ეს გეგმა თავიდანვე, ასე ვთქვათ, ძალიან ცალსახა იყო. ივანიშვილის მხრიდან, თუმცა კიდევ ერთხელ მე თვითონ აქვს ნათქვამი და არ ჭირდება მას ბევრი სპეკულაცია თვითონ აქვს ახსნილი რატო არ გააკეთა მანამდე. მან 29 აპრილს თავის ამ რაღაც ეპოქალურ გამოსვლაში, რომელმაც სხვა ეპოქა შექმნა საქართველოში, ვიდრე მართლა ავტორიტარიზმი დამყარა, დღეს სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი შეხვდა თბილისის ქუჩებში მომიწია ბევრი სიარული და მოკოცო ადამიანები შეხვდნენ იმ ხრივ, რომ აი შეიძლება 24 წლის არჩევნებისთვისაც რომ ოცნებისთვის ხონდეთ მიცემული ხმა, მაგრამ ისინი შეწუხებულები არიან იმ გარემოთი, რაშიც უწევთ ცხოვრება და ამბობენ, რომ ეხა ერთპიროვნული მმართველობა და დიქტატურა ჩვენც არ გვინდაო. მართლა პირდაპირ იძახენ. ხო, იცი რაღაც მესიჯი რო არის თბილისში რო ტრიალებს, აი ეგეთი მესიჯი არის, სადაც არ ვიცი, მართლა ძალიან ბევრი მომთხა უკვე, არა ნაცმა და არა ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანმა. ხო და რატომ ამ 29 აპრილს ამ კაცმა დაანონსა აი ესეთი ტიპის დიქტატურა და ამისთვის რატომ არ მიიღო შესაბამისი ზომები 2012 წელს 14 წელს 15 წელს თქვა არ იყო ამის საგარეო პოლიტიკური გარემო და მეორე მას არ ჰქონდა საკმარისად გახრწნილი მიტაცებული ინსტიტუციები საკმარისად არ ჰქონდა ნამუშევარი ამ რაღაც პარტაქტივის შექმნაზე და რაც თავარია აი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მან რაღაცა dream team-ი შექმნა ყველა მიმართულებით იმ ადამიანებს რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მოაწერონ ხელი ხო 2012-16 წელს არ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება პოლიტიკურად აბსოლუტურად განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები ყოფილიყვნენ მისი გუნდის წევრები ეხლა ამ ყველაფერს ისინი ხელს არ მოაწერდნენ ხო არც ადამიანების წამებას არც მოპრობას არც ევროპული ინტეგრაციის კურსის ცვლილებას ნუ უმეტესობა თუ არა ყოველშაბათში დიდი ნაწილი მისი გუნდის არ მოაწერდა ამას ხელს და ვიცით ხო ეს მე რა ძალიან კარგად ეხა უკვე ამ კაცმა შექმნა dream team-ი, ანუ არა ინტერესებს, ეხა მურუსიძეები, კოლექტიური მურუსიძეები ყავს ყველგან, ხო? ანუ ადამიანები, რომლებიც ძალაუფლების შენარჩუნების, პრივილეგიების შენარჩუნების მიზნით ყველაფერზე არიან წავსულები და მაგიტომაც არის ძალიან სასაცილო და ირონიული არის, რომ ადამიანი გრძალავს, მაგალითად მე პირად ირაკლი ფაუნიშვილის პოლიტიკოს გრძალავს ადამიანი, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსანი, მაგალითად, ხო? 2012 წლამდე ან ფულს წირავდა, ან თანამდებობაზე იყო, ან აცების მეხოტბე იყო, რა ნიშნავს, ანუ პარტიის სტრუქტურის წევრი იყო და მე ვსწავლობდი სკოლაში, არ ვიცი, წყაბურს თამაშობდი და მოკლედ სხვა ცხოვრება მქონდა და ის ადამიანი გრძალავს მე პოლიტიკურად ანუ თან ლოგიკა რაშია ვერ ხვდები ანუ 2012 წლამდე ის ადამიანი რომელიც აი ამ რო ამბობენ სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო აი მათივე ლოგიკით ვიძახი რა მათივე ლოგიკით არის ეს ცოტა გაუგებარი ხო მურუსიძე ეხა ადამიანი რომელმაც ჩემთვისაც და თელი საქართველოსთვის მიუღებელი არ ითქვეს მიხდენ რომ თუ ეხა პიროვნებები ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული პიროვნებებზეც დაიწყებდნენ გაავრცელებდნენ ნახევარი ის ხელისუფლება ასაკაზალია მაგრამ მე რა შეიძლება საქმე რომ პარტიას როცა აქ გაჩერდნენ ხო და პარტიას როცა გზალავ თუნდაც რომ საუბრობ ამაზე ნუ ეს ერთი მიმართულება არის რომ ანუ ადამიანებს გზალავ იმიტომ რომ ამ პარტიაში ხა მე იმას კი არ ვიცი რომ ის ძველი თაობის ხალხი არ მომწონს და მათ ვემიჯნები ახლა ნაციონალურ მოძრაობაში არ ვიქნებოდი რომ ვემიჯნებოდი და არ ესე რომ ვამბობდი მაგრამ ნუ ძირითადად ხა შეთუსაც ხილული არის და ალბათ ჩვენი მაყურებლისთვისაც რომ თავის სპიკერები თუნდაც მათ შორის თავმდებობებზეც უმეტესობა ხალხი ვართ, რომელთაც არანაირი შეხება 2012 წლამდე პოლიტიკის შექმნასთან არ ქონია ნაციონალურ მოძრაობის. ანუ ეს ხალხი აგრძალეს ადამიანებმა, რომლებიც უფრო მეტად იყვნენ გავლენიანი ფიგურები იმ პერიოდში, რაღაც ნაწილმა. ეხლა მეორე ნაწილი. ეს ხო საერთოდ ეხლა დიქტატურის მართლა ანთოლოგიაში შევა და ალბათ სასწავლო კურსები რო იქნება დიქტატურის და ავტორიტარიზმის დამყარების, იქ იქნება შეტანილი, როგორ უნდა მოახერხო, რომ
შენივე დათვლებით მილიონამდე ადამიანს აქტიური საარჩევნო უფლება შეუზღუდო. იქ ეხა ირაკლი ფაუნიშვილზეც აღარა ამ მიმართულებას რო თავი დავანებოთ და რაღაც ლევან სანიგიძეზე, იგორ ნარმანიაზე ან თინა ბოკუჩავაზე იმ ადამიანებზე, რომლებიც ეხა არიან ნაცნობობის წევრი. მაგ პოლიტიკოსებზეც კი არ მინდის საუბარი. საუბარი მინდის იმაზე, რომ ის ხალხი ხო ხარს გიჭვერს. რაც არ უნდა იყოს თვითონ აღიარებენ, აი მათი პროპაგანდისტების სტატუსები რო გავიმეორო, მაგალითად აი ლაშა ნაცვლიშვილის და სხვების სტატუსები ნახე, რომ აი 800.000 ჩვენი მოქალაქე შეცდომას შეიყო. ის ხალხი შენ თუ აღიარებ, რომ მილიონამდე საქართველოს მოქალაქეს ხმა უქმდება. ეს ეხა რა დემოკრატია რო არ არის ხო გასაგებია, მაგრამ რაღაც ავტორიტარიზმის ანთოლოგიაში შესატანი რაღაც არის. ამას მეგონი აი გაქანებული ავტორიტარული სახელმწიფოების არ კადრულობ, მე არ მახსენდება მაგალითად პრეცედენტი, რომ ესე ერთი ხელის მოსმით ამდენ ადამიანს, იმიტომ რომ მარტო ნაცმოძრაობაზე ხო არ არის საუბარი, ლელოც კი შეიყვანეს, ხო? ან მართლა 800.000 საქართველოს მოქალაქეს აქტიურ საარჩევნო უფლებას უზღუდავ. მათი დათვლით ოღონდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი დათვლით მილიონზე მეტი შეიძლება იყოს და მათი დათვლით მილიონამდე ცოტა ნაკლები. ეს არის მართლა უპრეცედენტო რამ და არ ვიცი ხა ამას რა შეფასება უნდა მოყვა, ძალიან მარტივია, ხო, დიქტატურის დამყარების ცალსახა, ესეთი ცდელობა გახავთ. რომელსაც მე პირდაპირ ვიტყვი, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი კრიტიკული უმრავლესობა, ეხა ვიცი რა, ჩვენ საუბრობთ ევროპაზე. აი ამაში არის ბევრი განსხვავება სხვადასხვა. მე მაგალითად, რა თქმა უნდა, ევროპული ინტეგრაციის კურსი მიმაჩნია შეუცვლელ ანუ უალტერნატივო კურსად, იმიტომ რომ ხა სხვა კურსი არ არსებობს, ხო ფიზიკურად ეხა ძალთა ბალანსისაც ესმის და რეგიონის სპეციფიკასაც ესმის, იმისთვის კარგად გასაგებია, რომ ჩვენი გეოპოლიტიკის მოცემულობის მქონე ქვეყნისთვის, რომელსაც 20% აქვს ოკუპირებული, სხვა გამოსავალი ფიზიკურადაც არ არსებობს, ისე ღირებულებით კავშირებს რო დავანებოთ და კულტურულ იდენტობას რო დავანებოთ თავი და ამას რო თავი დაანებოს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხო კაი ევროპული ინტეგრაციის მომხრეა, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა კიდევ არ არის მოსულნი, რომ დიქტატურა დამყარდეს, კაცო. იმ დიქტატურის დამყარების სურველები შეიძლება იყვნენ აი რაღაცა ძალიან პარტაქტივის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ის მასაც კი ეგრეთ წოდებული ნაცრისფერი მასა, რომელიც რაღაც მომენტში მაინც ბოლოში ხოცებს აძლევდა ხოლმე ხმას, შეიძლება რომლებიც არ არიან ახლა აი ამ პირდაპირ პირამიდის ესეთი უშუალო ნაწილი რა, ესეთი აი მთელი ვიტამინები მათ ჯანში არ მიდის სოციალურში ასე ვთქვათ, ხო? აი ეგ ხალხი ნამდვილად არ არის მოსულნი დიქტატურის დამყარების და ეს ძალიან ცალსახა გახავთ საქართველოს აი ძალიან მოხუც მოხუცებს ეგენი ხმას რა. მე ვფიქრობ, რომ ესენი ისე მიდიან, დარწმუნებული ვარ, რომ ყველას და ყველაფერს იმხედრებენ თავის წინააღმდეგ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხა. მაგერი ხა ღარიბაშვილს ბასტეს რა ქვია, იჭერენ და თავისიანებს და მაინც ხას არავინ არ ეხებს. თვითონ დაჭერილებას. არა, იცი რა ხმის ამოღება. ანუ ადამიანები ფაქტობრივად გაამზადეს, ასე ვთქვათ, რაღაცა სასაკლაოსთვის და ეს რაღაცა მორჩილად ეს თავწახრილი მიდიან ეს ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ავი ყველა ვინც არის, მიდიან ეს მორჩილად თავწახრილი სასაკლაოზე. ისე რომ ხმას არ იღებენ. მაგას მე შეიძლება კიდე ბიზნეს მადლობას გადაუხადონ, არ ვიცი. მაგას მე რას ვფიქრობ? გუცველად გეტყვი, რას ვფიქრობ რა? იცი რა არის? რომ რაღაცა მომენტში ადამიანს განცდა ჩდება ხოლმე, რომ ეს ხალხი თქვათ ყველაფერს მოითმეს, რომ ეს აზრი არ აქვს, აი რაც არ უნდა გააკეთოს, მაგრამ ჩემი უშუალო ახლა მცირე პოლიტიკური გამოცდილების მიხედვით შემიძლია ვთქვა, მაგრამ ისტორიული მაგალითების ამას ატყობს. აი რაღაც მომენტში ახლა მაგალითად 20 ივნისამდე პრორუსული ნაბიჯები გროვდებოდა. აი მე მაგალითად როგორც საქართველოს მოქალაქე მე ჩავერთე საზოგადოებრივ პოლიტიკურ ასპარეზზე, გამოვჩდი აქტიურად და ჩავერთე 20 ივნისის მერე. რატო 20 ივნისის მერე? მანამდე ხა რაღაც აქციებზე ვიყავი, თქვა გაზპრომის სამოქალაქო პოზიცია აქტიური მქონდა პოლიტიკური. მაგრამ აი 20 ივნისს როგორ რაღაც იყო, იცი? აი მანამდე შეიძლება რომ 1-2 წელი გამოსულიყო ვარ ვიყავი ქუჩაში, მოხდებს რომ ბევრი რაღაც არ მომწონდა. აი 20 ივნისს ამომასხა მეც. დარწმუნებული ვარ ეს სოციალური ენერგია რაღაც ჯგუფებში, რასაც გროვდება. მათ შორის ლოიალისტურად რომ იყვნენ განწყობილები ოცნების სპორტ იმ ხალხშიც გროვდება. ანუ ზოგადად ეს რეჟიმის დასრულების ეს კლასიკა ხო ეს გახლავთ რომ ადამიანები რომლებიც არიან თქვათ არა ბილი ხოცები გადმოდიან შუაში ვინც არის გადმოდის უფრო ახეთ ხარეს და ეს პროცესი მიმდინარეობს ძალიან აქტიური პროცესი გახლავთ. ერთ-ერთი გამოსავალი რაც ივანიშვილს გააჩნია, აი ამიტომაც მიდის მარტო აკრძალვები და მარტო დაჭერები და მარტო ასეთი ასე ვთქვათ აგრესიული და უკანონო ქმედებები იმიტომ დარჩა არსენალში. რომ ამ ყველაფრის შეჩერების ერთადერთი მექანიზმად ეს კაცი ფიქრობს იმას, რომ აი ამას დავიჭერ, ამას გავანეიტრალებ, ამას ხმას არ ამოაღებინებ, მაგრამ საბოლოო ჯამში ამის ადამიანური რესურსი არ უნდა იყოს. აი ამაში მიდის ბრძოლა. ხო, ნუ ჯერჯერობით ყოფნა. არა, ჯერჯერობით რო ყოფნით ფაქტი, ახლა დიქტატურაში ვცხოვრობთ, ახლა არ ვიცხოვრობდით, ხო, ივანიშვილის რეჟიმი არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენი ბრძოლის არსი იმაშია, რომ არ უნდა იყოს. და ამის ჩემი აზრით ძალიან ბევრი საფუძველი არსებობს ვიფიქროთ, რომ ჩვენ შანსები გვაქვს, მე ხემის თქმა არ მოყავს, მე არ მიყვარს ხოლმე რაღაცა უსაგნო ოპტიმიზმი და თქვა რომ აი ხა ბორგავს სისტემა და ხვალდაზე წაიქცევა მანდამაის, მაგრამ ჩვენზეა დამოკიდებული. ამ სისტემას აქვს სერიოზული ხარვეზები, სერიოზული ნაპრალები, მათ შორის გაჩენილი იმის გამო, რომ თუნდაც მთავარი სოციალური კონტრაქტი მოარღვია ხოცმა, აი ესეთ ხოცთან მთავარი კონტრაქტი ივანიშვილმა რაც დადო, ის მოარღვია. ყველა ხელისუფლებას რაღაც ლეგიტიმაცია, რომელსაც გააჩნია, ხო? და თავის დროზე ხა ჩემ და სამწუხაროდ ქონდა სახალხო ხარდაჭერა, ხო? ივანიშვილს ხა ეს უნდა ვაღიაროთ თავის დროზე. მე საკმარისი აღარ ქონდა იმისთვის, რომ ხელისუფლება ემართა დემოკრატიული მანდატით, მაგრამ ნუ რაღაცნაირად ახერხებდა გაყალბების და სხვა მექანიზმების გამოყენებით, რომ ეს მიიღო, მაგრამ აი რის თქმა მინდა, რომ აი ამ
რომ თქვათ აი ნაციონალური მოძრაობის თავარი დაპირება და შეთანხმება რა იყო ხალხთან რომ ვინც დაიღალეთ ამ კორუფციით, ჩაწყობებით უნივერსიტეტში, ვინც დაიღალეთ თუნდაც გაიშნიკებისთვის ფულის მიცემით, უშუქობით, უგაზობით, უპერსპექტივობით, ჩვენ ამ ყველაფერს შევებრძოლებით. აი ეგ იყო შეთანხმება და რაც შესრულდა კიდევაც. მე ამიტომაც ვიძახი ნაციონალურ მოძრაობას აი ეს სოციალური კონტრაქტი რაც ჰქონდა, მათი ძირითადი ნაწილი მან შეასრულა. ეს ერთი იყო და დასავლური კურსის კეცვა და აი კოცების კონტრაქტი რა იყო ეს თავისუფალი სუნთქვის არსი რა იყო რომ აი ქართულ ჯიგრული პონტი რატო იქცა ეს რაღაც საყოველთაო ფრაზად იმიტომ რომ შეეფერება რა ამ კოცურ რეალობას რისის შექმნაც უნდა და ივანიშვილის საყოფაცხოვრებო კუთხით ხო რომ რიგითი კოცის რა იყო აი შენ კოლ-ცენტრი გექნება შენ ცოტას მოიპარავ შენ გაფორმებული იქნები სამსახურში მაგრამ ეს დარღვევები რომ რაც იყო თქვა ადამიანის უფლებების დარღვევები ნაციონალური მოძრაობის დროს ხო ეგ ციხეში არა ეგ ერთი უსამართლობის აღდგენა ერთი მე ვიძახით მეორე ნაწილს რაღაც კონების ჩამორთვევა ასე შემდეგ ეს ყველაფერი უნდა აღმოფხვრილიყო და რაღაცა სამართლიანობა უნდა აღდგარიყო ხალხი გასამართლებული იყო მაგრამ ერთი მხრივ მივიღეთ ის რომ ის მოსამართლე და პროკურორები ისევ თანამდებობებზე არიან არა იცი რა მე შენ რასაც ლაპარაკობ ეგ უფრო პოლიტიკური მდგენელი იყო მე ვასაუბრობ სოციალურ ეკონომიკურ მდგენელზე ეხლა რატო ვიძახის ერთ-ერთ მიზეზად ამას ასახელებენ რომ მასობრივი ადამიანის უფლებების დარღვევა 2003-დან 12 წლამდე არა გასაგებია მე რა მე უბრალოდ ვსაუბრობ სოციალურ ეკონომიკურ მდგენელზე რაც ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი ადამიანის ახლა როგორ გარემოში იცხოვრებ ხო და რანაირად იცხოვრებ მაგაზე ვსაუბრობ თორე ეხლა დაპირებები პოლიტიკური შინაარსის ამ კუთხითაც რომ იყო და ანტინაციონალური მოძრაობის წინამდე აგრესიულად ვინც იყო გაწყობილი იმ ხალხზე რომ იყო გათვლილი ეს ფაქტია მაგრამ აი რეალურად აი ხა ჩემ გარშემო ესე იყო მაგალითად რა კოცების თავარი ასე ვთქვათ სოციალური კონტრაქტის არსი ეგ იყო რომ ისინი რაღაცნაირად ამ ფინანსურ კრიმინალურ პირამიდაში აღმოჩნდნენ ჩართულები იცოდნენ რომ სიპებში აიპებში იქნებოდნენ დასახმებული ისე რომ არაფერს არ გააკეთებდნენ რეალურად იმ სიპებისთვის და აიპებისთვის და სახელმწიფოებრივი ასე ვთქვათ აღშენებლობისთვის მაგრამ მიიღებდნენ ხელფასს იმაში რომ ვთქვათ საარჩევნო მობილიზაცია მოხდინათ ხმების კოლ-ცენტრები ექნებოდათ და დაკრეშავდნენ ბრჭყალებში კოლ-ცენტრებს ან რაღაცა თქვა ტენდერებს მოიგებდნენ ეს იყო სოციალური კონტრაქტი მაგრამ ნახეთ ის ხალხი არის შეშფოთებული და გაურკვევლობაში ძალიან მარტივი მიზეზის გამო დაუჭირეს გარშემო აი ამ კორუფციული სქემის ლიდერები ოღონდ ანუ ჭანჭიკები კი არა აი კორუფციას ვებრძვით ხო და ეგ გაუგებარია რატო არ უჩნდება კითხვა რომ 13 წელი რატო არ ებრძოდით ეგ არის გაუგებარი ნახეთ ეხლა ხო ვებრძვითო რა არა ეგ არის გაუგებარი მე რა ეგ არის ყველასთვის გაუგებარი კოცი აი მაგალითად ავიღოთ კოცისთვის არის გაუგებარი კოცის მიჩვეულია რომ კორუფციაში უნდა იყოს ეგ არის კოცობის არსი რომ აი ქართულ ჯიგრულ პუნჩი ფული უნდა აკეთოს ის იბნევა იმიტომ რომ აბა ეხა კორუფცია თუ არ უნდა აბა მაშინ რა უნდა ქნას ხო იმიტომ რომ მისი მოდუსი აი მთელი სახელმწიფოს ნუ სახელმწიფო სამწუხაროდ ამბობს წინდებოდა მეც რო ვიყო მეც მოვიპარავდი ხო ესე ანუ ეგ ამბავი იყო კოცობის ამბავი ეხა მეორე მხარესაც ჩვენ ეხა ვიზგუჯერა ეხა ვინმეს გონია რომ მე და შენ ვიცოდი მე ვიცოდი და 2021 წელს და 2022 წელს მე ლაშა ფარულავა ასო ურუშაძე ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგებს ვაკეთებთ რომ ლილუაშვილი კოლ-ცენტრების თემაში არის ფარველი თქო და ფარცხალაძე კრიმინალია და კრიმინალურ ასე ვთქვათ კავშირებში არის მათ შორის რუსეთთან თქო და ასევე ღარიბაშვილის ეპატაჟურ კორუფციაზე საუბრობდით რომეო მიქაუტაძეზე საუბრობდით კონკრეტული ფაქტებით და ეგ ჩვენ ვიცოდით და ირაკლი კობახიძე მამუკამდინარაძემ და ბიზნესმენებმა არ იცოდნენ ან ჩვენ რო თქვით არ დაგვიჯერეს ანუ ეგ ვისჯერა მართლა ერთ კაცს მანახე ვინც აი ამ ყველაფერზე იტყვის რომ ამის მჯერაო აი ეგ ვის უნდა ჯეროდეს მართლა ვერ ხვდები გულწრფელად ეხა ეს შეიძლება თვალს შეუმხედოს და მითხრას რომ არა რაღაცა რა უნდა მითხრას მაგაზე ვერ ხვდები რა უნდა მითხრას რომ ანუ იმათ არ იცოდნენ ჩვენ ვიცოდით ანუ მართლა მაშინ ეხა ორი ვარიანტი ანუ იმდენად არაკეთილსინდისიერები არიან ერთი ვარიანტია რომ იცოდნენ ანუ რაც რეალური ვარიანტია და მეორე ვარიანტი რაც შეიძლება კოცმა თქვას რომ აი არ იცოდნენ რაღაც მომენტში ანუ ესე იგი ძალიან არაეფექტურები უგუნურები არიან ეხა აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა თუ ვიცოდით და რა ქვია თავრობის უმაღლესი ეშელონის წევრებმა არ იცოდნენ ეს საერთოდ ხო მეორე უბედურება ამიტომ ამ შემთხვევაში არავის არ ჯერა ეხა ეგ იგივეა მართლა პირდაპირ გეუბნები სამშვიდობო ოპერაციას რო გამოაცხადებს პუტინი როგორც არავის არ ჯერა რომ სამშვიდობო ოპერაცია ეს ყველაფერი და აგრესია არ არის ისი არ ჯერა არავის რომ კოცი ებრძვის კორუფციას ეგეთ რამე არის ბუნებაში წარმოუდგენელი ამბავია კი ბატონო მაგრამ როგორ გრძელდება პოლიტიკური ცხოვრება ნაციონალურ მოძრაობისთვის ხო ნაციონალურ მოძრაობისთვის იცი თუ აკრძალეს ასე ვთქვათ პარტია ხო ისე არის ერთადერთი რაც შეიძლება შეიცვალოს გახლავთ ის რომ რაღაცა უფრო მეტი რაღაცა ხელი შეფლელი ფაქტორი შეიძლება გამოჩნდეს მაგრამ არსებითად არ იცვლება ცხოვრება იმიტომ რომ პარტიების ეს კლასიკური ფორმით არსებობა მიესადაგება საარჩევნო დემოკრატიას ხო ანუ როცა ვსაუბრობ ჩვენ რაღაცა საარჩევნო დემოკრატია როცა არის ქვეყანაში დამყარებული იქ რა თქმა უნდა პარტიები ფუნქციონირებენ ჩვეულებრივ იმ კონსტრუქციული დემოკრატიული წესით ხო
რომ აი არჩევნები ტარდება, შენ ყავს რაღაც პარტიული ინფრასტრუქტურა, იღებ დაფინანსებას, ასე შემო. ჩვენთან ეს პროცესი ხო მოკლეს ისედაც, ანუ აღარ არის ხო საარჩევნო პროცესი. ერთ-ერთი რა არჩევნებში აღარ მიღეთ მონაწილეობას. ეს ისედაც ხადი იყო. ვკითხე რომ ეხლა თუ გამოაცხადა ადამიანელი არჩევნები მარტში თუ 20 იქნება, მე რა ხდება? არა, ადამიანელი არჩევნებზე მაგიტომ საუბრობ მე რა. არა, ივანიშვილა თვითონ თუ გამოაცხადა, თქვენ აკრძალული ხართ ამ დროს. მივხვდი რასაც ამბობდა, მაგაზე გპასუხობ, რომ სინამდვილეში, ანუ როცა ვსაუბრობ ჩვენ ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე, ამიტომ ვსაუბრობ, რომ საქართველოში არჩევნები ატარდება თქო, რომ მართლა არ იყო ჩვენთვის არჩევნები, აი ის რაც ხდებოდა, ანუ მუნიციპალურ არჩევნებშიც მიიღეთ დაგლობის მონაწილეობას. თქვენ რომ ყველას მიიღოთ მონაწილეობა, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ აიღოს ოცნება. ყველანაირი გაყალბებით. იმიტომ წინა 2022-ში ვერ აიღო, ხო? ანუ ეხლა თუ თქვენ არ მიიღებთ მონაწილეობას, მარტივად აიღებს საკონსტიტუციო. არა, მაგიტომაც მე წავიკითხებ, სხვა შორის ძალიან ბევრი ვერსია არსებობს. ერთი ვერსია და მთავარი ვერსია არის ის, რომ მათ უბრალოდ აღარ სურთ დემოკრატია ქვეყანაში და სურთ ავტოკრატია და დიქტატურა და ყველა გეოპოლიტიკურ თუ შიდა პოლიტიკურ ამოცანას ეგ ჭირდება, მაგრამ მეორე არის საკონსტიტუციო უმრავლესობა, რატო ჭირდება თქო ყველა კარგად ვიცით. მათ შორის დასავლური ინტეგრაციის ვალდებულება რო აქვს ნაკისრი, რომელიც არც ალბათ არც რუსებს არ მოწონთ ეგ ყველაფერი და არც ხვებს არ მოწონთ, ეგ უნდა ამოიღონ მათ შორის, მაგრამ ჩვენ რატო საუბრობთ, რომ საარჩევნო პროცესი ისედაც მოკლეს ამ ხალხმა, გაიგეთ? ანუ ისედაც დისიდენტურ ფაზაში გადავედით, ხო? ადამიანებს აკავებენ ქუჩაში დგომის გამო, ადამიანებს აკავებენ იმის გამო, რომ სამოქალაქო პოზიციას აფიქსირებენ, პოლიტიკურ დაპირებას გასცემენ და ასე შემდგომ. ამიტომ ჩვენ ისედაც აი ამ კლასიკურ საარჩევნო პოლიტიკურ პროცესში არ ვიყავით. ისედაც დისიდენტურ ფაზაში ვიყავით. ერთადერთი რაც გასაკეთებელი არის, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მუშაობა, მათ შორის საგარეო ფრონტზე მაინც აქტიურები უნდა დავჭერთ, უფრო მეტი პერსონალურ, ასე ვთქვათ, წერტილოვან სანქციებზე უნდა ვიმუშაოთ. უნდა ვიმუშაოთ მათ შორის ქვეყნის შიგნით გასაუარია პროტესტის გაღვივებაზე, უფრო დიდი კერების გაჩენაზე, რუსთაველის კერის შენარჩუნებაზე. ეს მუშაობა უნდა გაგრძელდეს. უბრალოდ არსებითად, გულწრფელად გეუბნებით, ახლა რა უნდა შეიცვალოს? წარმოიდგინეთ, არჩევნები ისედაც არ იყო ჩვენთვის და არ ტარდებოდა, დიქტატურული კანონები ისედაც მიღებული იყო, ყოველ ფეხის ნაბიჯი ისედაც იყო სისხლისამართლებლური საქმეების აღძვრის, ასე ვთქვათ, საფრთხე და ამიტომაც ახლა დიდი ცვლილება აი ამ იურიდიული თვალსაზრისით შეიძლება მოხდა, მაგრამ არ მოხდა რეალური აი ცხოვრებისეული გაგებით ახლა დიდად რო შეცვლილი იყო პარტიისთვის რაღაც გარემოები არ არის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ როცა ვამბობთ რომ მუნიციპალური არჩევნები არის სპეცოპერაცია და არ უღებთ მონაწილეობას, იგივე აბსოლუტურად მიდგომა ქონდა და დამოკიდებულება ქონდა ეგრეთ წოდებული, თუნდაც საპარლამენტო არჩევნებად ჩატარებული იყო, იმიტომ რომ თუ წესები არ შეიცვალა. უბრალოდ მარტივად გაიფორმებს საკონსტიტუციო უმრავლესობას და ეგ იქნება. ხო, იმიტომ რომ თუ წესები არ შეიცვალა, თუ წესები არ შეიცვლებოდა და კაც თუ იგივე სუსტი ჩატარდა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ახლა კეთილსინდისერები ამ ხრივ, ახლა ერთი მხრივ ვიძახდე რომ რუსული სპეცოპერაცია ჩატარდა და მერე უარესი კანონმდებლობა გაქვს, უარესი მდგომარეობა გაქვს საარჩევნო ასე ვთქვათ ადმინისტრაციის კუთხით და მაინც იძახდე რომ ეხა მივიღებ მონაწილეობას, გაუგებარია ხო მოსახლეობისთვისაც. ანუ აბა რატო გაიღებ მონაწილეობას? მადლობა დიდი, ირაკლი ფავლენიშვილი იყო ჩვენი სტუმარი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, გენერალური დინის მოადგილე და შემდეგი პარტია ლელო, რომელიც აიკრძალება, ასე ვთქვათ, დაანონსებულია მათი აკრძალვა, სწორედ ლელოს წარმომადგენელი ლევან სამუშია იქნება ჩვენი სტუმარი და მასთან მათ პოზიციასაც მოვისმენთ. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი მკაფიო ხმა ისმოდეს. ეს მიუღებელია ოპონენტების დევნა არა მხოლოდ ანგრევს მრავალპარტიულ დემოკრატიას, შლის საზოგადოებას და ანადგურებს სახელმწიფოს, ამბობს მეხუთე პრეზიდენტი. ლევან სამუშია შემოგვიერთდა, მოგესალმებით ბატონო. მადლობა გადაცემაში მონაწილეობის და თქვენი ზოგადად შეფასებებით დავიწყოთ ამ გადაწყვეტილების რა ეტაპზე გადავიდით, რა ახალ ეტაპზე ვართ პოლიტიკური ცხოვრების თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით მე რა, მადლობა მოწვევისათვის. მივესალმები მაყურებელს. ეტაპი ის არის, რომ რუსული რეჟიმი მაქსიმალურად ცდილობს დიქტატურის გაფორმებას და დღეს პირდაპირ არც დამალეს, რომ პარტიები, რომლებიც ხელს გვიშლიანო და რომლებიც წინააღმდეგობას გვიწევენ და ძლიერები არიანო, ისინი უნდა აღგზავნოთო და თუ უნდა გაძლიერდება, შემდგომში იმასაც აღგზავნოთო. პირდაპირ არის, ნუ ახლა ჩვენ მე გეუბნებით, რომ ქონდა ამის მოლოდინიც, იმიტომ რომ არჩევნებში მონაწილეობა ვერ გიხსნათ როგორც ჩანს, ხო? გახარიასგან განსხვავებით, რომელიც იხსნა პარლამენტში შესვლას. ხსნას ვინ ეძებდა? ეს თქვი, ერთი და მეორე, არა, პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ ამის მოლოდინი მქონდა, იმიტომ რომ მოდი ერთ-ერთი ნომერ პირველი სამიზნე ვიყავით ჩვენ პარტიის შექმნის დღიდან ჩვენი პარტიის ლიდერები, რა ვიცი, დღე არ გასულა სასამართლო დარბაზებში და სისხლის სამართლებრივ დევნაში, პოლიტიკურ დევნაში რო არ ყოფილიყვნენ, ციხე და ყოველგვარი
უმსგავსობა. აქედან გამომდინარე, ეს სრულიად მოსალოდნელი იყო. ჩვენ ყველა კანონიერი კონსტიტუციური მეთოდით ვაპირებთ ბრძოლას, იცით რომ შევიტანეთ საკონსტიტუციო სარჩელი, არსებობს ევროპის სასამართლო, ევროპის სასამართლოში არსებობს სამართლებრივი მექანიზმები, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებთ სხვადასხვა სამართლებრივი მექანიზმები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა დაშვებული სამართლებრივი კონსტიტუციური მეთოდით ბოლომდე ვიბრძოლებთ და ესეც იციან მათ კარგად, იციან და გვებძვიან, მაგრამ უკან დახევას არ ვაპირებთ, თორე უკან და თქვენ როგორც იურისტის შეფასება მინდა იმ არგუმენტებზე, რომელიც ჩალაბაპოაშვილმა წარმოადგინა. არა, ნუ ახლა მე რას დაასახელა? არასერიოზულად თქვენთან ჟურნალისტმა სამართლებრივი შეფასება და იურიდიული შეფასება მოითხოვოს ყოველგვარი უსამართლობის და სამართლებრივი ჩარჩო და არ არსებობს. მე რა არ არსებობს. რასთან გვაქვს საქმე? არაფერ ჩოლება დიქტატურასთან. ეს ხალხი არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რაღაცებს. რა ვიცი, დამხობა უნდა ქვეყნის დამხობა უნდა და რას გეუბნები პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი ბოიკოტი ან საკუთარი უფლებამოსილების მოხსნაზე ვარი რო თქვა, თურმე ეს ყოფილა საკონსტიტუციო სარჩელის შეტანის საფუძველი. ანუ მე ერთმა ლევან სამუშიამ და ჩემმა პარტიის წევრებმა რომ ვარი ვთქვით იმ გაყალბებულ პარლამენტში მონაწილეობა, ხო უბრალოდ საბაბიც არ არის უბრალოდ პირდაპირ გეუბნებიან თქვენ ეს ბოლოს თქვა იმ ადამიანმა, რაც არის რუსეთის წარმომადგენელმა, თავრობ ხელისუფლება რომელმაც მეიტაცეს, რომ ძლიერები არიან და უნდა აკრძალოთო რა. იმიტომ რომ გაყალბებასაც მე რა აქვს თავისი მარჟა, ასე ვთქვა, თავისი ჭერი აქვს გაყალბებასაც და იმიტომ რომ იმის იქით ვერ ყალბება, იმის იქით უნდა გააკეთო ის, რაც გააკეთა მადურომ ვენესუელაში, ოქმებით ყველაფერი დადასტურებული იყო, რომ ოპოზიცია მოიგო და მადურო მადგა და ეს ოქმები არ მაინტერესებს, რომ დახია, დაიჭირა ყველა და გააუქმა არჩევნები. აი ეს არის შემდგომი შედეგი. და შემდეგი ამათმა პირდაპირ წავიდნენ ამაზე, რომ იცოდნენ, რომ უკვე გაყალბებითაც გაყალბებას აქვს თავისი, ასე ვთქვათ, რესურსი და ჭერი. იმ გაყალბებითაც უკვე შემდგომი არჩევნები რო იქნებოდა, უკვე შანსი აღარ ჰქონდათ. იმიტომ აღარ ჰქონდათ მე რა, რომ საქართველოში შიმშილია. ქვეყნიდან ხალხი გარბის. მოკლეს აი აბსოლუტურად ყველანაირი ინსტიტუცია და ინსტიტუტი. და პარალელურად რავს ხედავთ, ხო, ხალხნო? აგერ კუბამეტრობით აქვთ ფული და მითვისებული და ბიუჯეტი და უბრალოდ იძულებული არიან კლანებს შორის ბრძოლის გამო ეს გამოაშკარავონ. ვინმე დამაჯერებს, რომ ამ წლების განმავლობაში ეს არ იცოდნენ? მაშინ თქვა, არ ყოფილა ქვეყანაში ერთ სამართალდაცვის სისტემა, მართლა არ არის. იმიტომ რომ პოლიტიკური დემის ინსტრუმენტადაა გამოყენებული და ასე შემდეგ. მე წინა ეთერშიც მე რა ვთქვი და მე მინდა ხშირად გავიმეორებ ამას. გეტყვით, ხშირად გავიმეორებ ამას. ახლა უყურეთ, ვინ აპირებს ჩემი პარტიის აკრძალვას, უნდა იცოდეს საზოგადოებამ უბრალოდ და ნაცობის ვინ აპირებს, ვინ არიან ეს ადამიანები. აი აგერ. მე აყურე მე რა ეს არის ბატონი ანზორ ბოლქვაძე. ამას გავიმეორებ, წინა ეთერშიც გავიმეორებ, სხვა ახსუ გავიმეორებ. იმიტომ ხალხმა მას უნდა იცოდეს. ანზორ ბოლქვაძე წინა, ანუ ამ შემთხვევაში წინა ხელისუფლების პარლამენტის წევრი. ახლა ამათ პარლამენტის წევრი. ხო და ეს ჯერ ნაცების მაჟორიტარი იყო. კი, ხო, პარლამენტის წევრი იყო, ახლა ეს მიპირებს მე ჩემს პარტიას აკრძალოს, რომლებიც ოპოზიციაში ვიყავთ, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ახლაც ოპოზიციაში. შემდგომ მე რა, უყურებ, ბატონი კოჩავენიქვიძე. ანალოგიურად როგორც ბანტორი ანზორი იყო, ეს ბატონიც იყო ნაცების პარლამენტის წევრი. და ახლა არის ოცნების პარლამენტის წევრი. ეს გვიპირებს აკრძალოს, სხვათა შორის. აი ამან უნდა აკრძალოს, მოთხოვნა აქვს აკრძალოს. კალაძე 7 ნოემბერი, მოწამლული ხალხი. იმედში შევარდნილი, თქვენი კოლეგები დევნილი, ნაცემი, წინა ხელისუფლების დროს და 7 ნოემბრის შემდგომ გადამდგარი სააკაშვილის ხელახლა არჩევას რო ითხოვდა 5 ნომერიო ხარი დაუჭირდეთ ეს ქუჩაში ვინც დგასო, მეო კარგად ვიციო, შორიდან უყურებო, მახსოვს ის სიტყვებიც, შოქში ვიყავი რო უსმენდი. რა ქვია, დესტრუქციული ძალები არიანო და ხან მასთან ერთად დარბოდა, ხან სტუდიებში იყო, 5 ნომერზე მხარი დაეჭირა. დღეს ეს ჩემს აკრძალვას ვითხოვს, მე მაშინ სხვათა შორის ჟურნალისტების უფლებებს ვიცავდი და ადამიანების უფლებებს, რომლებიც მაშინ 7 ნოემბერს მოვიწამლე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს ადამიანი ახლა დღეს ჩვენს აკრძალვას ითხოვს, ხო? იქანაც ადეიშვილის მოადგილე. ეს ყველაზე საყვარელი. ხო, აი ეს ადეიშვილის მოადგილე იყო, ხალხო. ადეიშვილის მოადგილე, რომელიც შემდგომ საგამოგონებო კომისიაში ადგენდა მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დანაშაულებს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარეს პირველები და გაუშვეს საპატიმროში. საერთოდ იმ დროსაც მამუკა ხაზარაძეც დაკითხვებს იატარებდა წინა ხელისუფლება, ახლა არის განათლების მინისტრი და ეს იყო ადეიშვილის მოადგილე. ამან გითხრა უნდა აკრძალოთო, კაცო. ვითხოვთო ამან აკრძალოთ. ნაცობის გამო. ხო, თანაცობის გამო. თავარი არის ხო, მაგას ლაპარაკობთ, უყურეთ, ახლა.
შარმანაშვილი გემახსოვრებათ, მიშას სადიდებელი სიტყვები თორსების საკონსტიტუციო კომისიაში იყო და მე სომხეთში ელჩი იყო და კი ბატონო სომხეთში ელჩი იყო. შარმანაშვილი სიატყვეშიც იყო ადამიანი 2010-ში. ხო და ერთი წუთი მჭირდება მე რა. და ვისაუბრებ. პრემიერ-მინისტრი სააკაშვილს. და გაუბრავა. ეს გაუბრავა ამან. ხო, ახლა მეუბნება რომ აკრძალოთ კაცო რაზეა ლაპარაკი, ამან უნდა აკრძალოს ჩვენ. თურნავა კი ბატონო, თურნავა გემახსოვრებათ. ეს ფათაშორის საინტერესო რამ თქვა ამ შარმანაშვილმა ეს ისმით თუ არა რომ ღარიბაშვილიო, კაცო, გახარიას დროს არ დაინიშნავ თაბაჩილის. ანუ ღარიბაშვილი გახარიას შეტევა. ენერგიული არა პრინციპით მოქმედება. ქალბატონი თურნავა და დავასრულებ მალე. ქალბატონი თურნავა წინათაც პოლიტიკური თანამდებობის პირი და მინისტრის მოადგილე. გასაგებია მესმის ამაზეა საუბარი. ახლა ეროვნულ ბანკში მანამდე მინისტრი იყო. ვოლსკი სააკაშვილის მიერ დანიშნული მთავრობის წევრი და მინისტრის მოადგილე იყო, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. ახლა მე უნდა ამგზავნოთ. აბათ არ მოწოთ რა, კიდე იცი? მაშინაც ამათ ოპოზიციაში ვიყავი და ვაკრიტიკებდი და ახლაც ვაკრიტიკებ და ესეც არის მე მგონი ერთ-ერთი ისა. ეს ადამიანი გემახსოვრებათ, ნავთობის კომპანია თუ რაღაცას ჩააბარეს წინა ხელისუფლების ნაცების დროს, ნაცების შემომწირველი და დამფინანსებელი, ეგერა დოკუმენტაცია, ახლა ჩვენი აკრძალვის მომხრეა. პარტიის წევრია ამათ. ქალბატონი, აი ეს ქალბატონი ნინო ენუქიძე მაღალი თანამდებობის პირი იყო, მინისტრის მოადგილე იყო, როგორც მახსოვს, წინა ხელისუფლების დროს, ახლაც მინისტრის მოადგილეა. ხო წარმოგიდგენიათ რა ხდება? ბატონო. ეს ადამიანი, სონღულაშვილი, პარლამენტარი, რომელიც ნაცების დამფინანსებელია წინა ხელისუფლების დროს, ოფიციალური დოკუმენტები არსებობს. ფულს წირავდა ბანკი. ხო, და ვის თხოვენ იცით ახლა აკრძალვას? ესენი ითხოვენ, მე რა, აი ეს ხალხი ითხოვს აკრძალვას. ყოფილი ნაცები და ნაცების მხარდამჭერები, აი აგერა ახლა ვერ იტყვის, რომ არ ვიყავი ეს ადამიანი და ეს ნაცების პარლამენტის წევრია, მაგრამ ვის თხოვენ ახლა აკრძალვას საკონსტიტუციო სასამართლოში. ბატონო. როინიშვილი. ვასილ როინიშვილი. აი ამას თხოვენ ესენი, მაგრამ ახლა უნდა განიხილოს. ამან უნდა განიხილოს ერთ-ერთია, მაგრამ ვინ იყო ბატონი ვასილ როინიშვილი, რა გვაინტერესებს? გენერალ პროკურორის, თავად პროკურორის მოადგილე იყო 2008-9 წლებში. ადეიშვილთან, კაცო. და თელი სისტემა აჭარის პროკურატურა და როინშავაძის საქმის გამოძიება და თელი ამბავი. ახლა ეს ხალხი, ეს აყურეთ, მეგობრებო, რო იცოდეთ, აი ესენი სარჩელით მიმართავენ, აი ესენი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები მიმართავენ აი ამ ადამიანს, რომელიც ახლა სასამართლოშია, რომელიც მთავარი პროკურორის მოადგილე იყო და ჩახედეთ და ნახავთ ყველა ამას მიმართავენ, რომ ლევან სამუშია და მისი პარტიის წევრებიო, როცა ის მაშინაც ხელისუფლებაში რო იყო, მაშინაც ოპოზიციაში ვიყავი და ახლაც უნდა აკრძალოთ ვიღაც. აი ეს არის თავარი აქა. აი ეს არის. ხო და სამართალდაცვის სისტემაში რა ხდება, უნდა ნახოთ უბრალოდ. აი ახლა თუ გაინტერესებთ, ორი სიტყვით გეტყვით. აი ეს ბატონი არის ჯარჯი ციკლაური. ციხეებზე ზედამხედველი პროკურორი იყო მაშინ. ციხეებზე და უბედურებები რო ხდებოდა ციხეებში, ხო გახსოვთ კაცო. ახლა ტელევიზორშია სულ კაბელების საქმეში მონაწილეობდა, სხვათა შორის კაბელების საქმე, რომელიც ევროპის სასამართლოში მოვიგეთ. და რა ვიცი, ბევრ საქმეებში. აი ეს არის, პროკურატურაში არის ახლა. ახლა აკრძალვას ითხოვს არა ეს ახლა აპოლიტიკური ვარო გეტყვით, მაგრამ საერთოდ რა ხდება სისტემაში, რომ უნდა იცოდეს ადამიანებმა, ხო? ბატონი კაბანაძე. დაწინაურებული მოსამართლე უვადოთ. აუნჩარ კაბანაძე. სულხან მოლაშვილის მოსამართლე იყო. სულხან მოლაშვილის მოსამართლე იყო და მე სხვა მრავალი საქმეები განიხილა ადამიანის უფლება და ევროპულ სასამართლოს რამდენი გადაწყვეტილება აქვს ამაზე გამოტანილი იცით. აბატონო მურუსიძე, სულხან მოლაშვილი, წარმოიდგინეთ გირგვლიანი, ორივეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ამის განხილული საქმეები თქვა, ცნო, დარღვევა, კონვენციის დარღვევა და გაოცებულები ვართ ამის განხილულ საქმეებზე. ერთ-ერთი მოსამართლე იყო ბუნებრივია სხვაებიც იყვნენ, ისე შეხმატკილებულა და ისე მოქმედებდა სასამართლო, რა ქვია, პარლამენტი, მთავრობა გირგვლიანის საქმეზე, ეს ყველა შტოებიო. აი, უბრალოდ არ ვიცი ახლა, დრო არ მინდა ბევრი წავიღო, მიხეილ შინჩელაძე ყველამ კარგად ვიცით, კი ბატონო. ხო და არ ვიცი ახლა, ეს ბატონი გეკა გელაძე, ნაციონალური მოძრაობის დროს მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, ხო? ყველამ კარგად ვიცით. რა ვიცი ახლა, აი ეს ადამიანი არის გიორგი გოგინაშვილი. თქვენ გემახსოვრებათ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნის საქმე, რომელიც, არ ვიცი, წამებით მოკლეს ნაციონალური მოძრაობის დროს, ხო? და თეთრაძის საქმე.
მომაკვდავი ადამიანი იყვანეს პატიმრობა შეუფარდა ამ ადამიანმა და მეორე დღეს თუ არ ვწდები გარდაიცვალა. ეს ახლა უადო მოსამართლეა. არა, უნდა იცოდეს საზოგადოება. ამან შეუფარდა კი და მეორე დღეს მოკვდა ეს ადამიანი თუ მესამე დღეს გარდაიცვალა თითქმის ზუსტად ახლა არ მინდა შეგვიძლია გოგინაშვილი. კი, გიორგი გოგინაშვილია. აბატონო ეს დიმიტრი გრიტიშვილია და მოდი ვთქვათ ახლა ერთ-ერთი ახლა დაწინაურებული და ერთ-ერთი შეფი სასამართლოს ამ ადამიანმა ბიძინა ივანიშვილის კომპანია დააჯარიმა. ამან დააჯარიმა ბიძინა ივანიშვილის კომპანია, მაშინ ასაჩივრებდნენ იყო ერთი ამბავი, უკანონო დააჯარიმა. მაგრამ ემსახურება კაცო ამ ხალხს ახლა და რაზეა საუბარი? აი ესენია, აი ესა. რიჟამაძე ბატონი, საჯელახსოვრების საპროცესო ზედამხედველობა იყო, საჯელახსოვრებას მაშინ ეთელი ამბები რო ხდებოდა, ხო? ახლა თუ არ ვწდებ გენპროკურორის მოადგილეა თუ რაღაც თუ არ ვწდებ. და მე რატო ვლაპარაკობ ამას იცით? ეს კი ვიცი, საზოგადოებას შეიძლება სულ ყველა მარიცოდეს და არც არის ვალდებული მე რომ ყველა ვინ არის, მაგრამ უბრალოდ ხალხო რა ხდება, რო იცოდეთ, ხო? ჩვეულებრივად. აი ესენი ახლა, აი ძირითადად ესენი ხა ეს პოლიტიკური ნაწილი, აი ესენი გთხოვენ, რომ და ითხოვენ რომ უნდა იგზავნოს. ხო, და რა გზავნენ მე რა. ხო, და ახლა ამასთან დაკავშირებით გეტყვით ზუსტად. მოკლედ გეტყვით მე რა. ყველა კანონიერი, სამართლებრივი, კონსტიტუციური და დავასრულებ. საერთაშორისო მექანიზმები. საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები ჩართული და გამოყენებული იქნება ჩვენს მხრიდან. გავიგე, მანამდე თუ ჩაატარა ეს ადამიანური არჩევნები და საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღო. თქვენ ვეღარ მიიღებთ მონაწილეობა. ადგილობრივი არჩევნები. მე რა არსებობს კიდე არ მინდა ხა დეტალებში შესვლა. საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები ეფექტური და დროში ამ შემთხვევაში შევიწროებული. ესეც არსებობს. ჩვენ იურისტთა გუნდი ლელოში მსჯელობთ ყველაფერს ავწონდავწონით ამასთან დაკავშირებით ჩვენ შეტანილი გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი. საკონსტიტუციო სარჩელი. მაგრამ თქვენს წევრებს რომლებიც საკრებულოში შევიდნენ, მათ საკრებულო არ დაუშვებენ. არც არავის მაგასთან დაკავშირებით რატო ხდება გეტყვით ახლა. საუბარი იყო რომ უნდა იგზავნოს კონკრეტულ პირებს, პოლიტიკაში ყოფნა უნდა ugზავნოს პარტიის წევრებს და რაღაცა. უბრალოდ ამათმა დროში რატო გაწელეს ახლა ჩემი ვარაუდია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იფიქრეს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება არ აქვს პირს აუგზავნოს საქმიანობა არტიული ამ შემთხვევაში პოლიტიკური და ასე შემდგომ. ამიტომ არის ის, იმიტომ ვერ აგზალავენ. ანუ უფლება არ აქვს აკზალვის. და იმიტომ ვერ გზალავენ. მარტო პარტია შეუძლია. ხო, ამიტომ უფლება არ აქვს აკზალვის. და იმიტომ ვერ გზალავენ. ამაზე არის საუბარი, საერთოდ კონსტიტუციაში პირდაპირაა ჩანაწერი. ანუ როგორ არის, აი ქოთანს ყურს საიდან გიდა მოაბოვის თემაც არ დარჩათ. და ამიტომ არის. მაგრამ რა გზავნოთ პარტიას საერთოდ გაგაუქმებთ და ორჩაო რა გოუნებია. აი სიტუაცია. თქვით რომ ჩვენ არ ვეძებდით რა თქმა უნდა არ აკრძალვას როცა ადგილობრივ არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას. როგორ? როცა ადგილობრივ არჩევნებში ვიღებთ მონაწილეობას არ ვეძებდითო იმას რომ არა ვეგზალეთ ან ასეთ რაღაცას. რა ვეგზალეთ რა? ჩვენ ბრძოლაში ვიყავით მონაწილეობა მიღეთ ბრძოლაში. რა მიიღეთ შედეგი დღევანდელი გადმოსახედიდან? აი ბოიკოტმა რა მიიღო მე რა შედეგი და არა მაგრამ დავასრულებ ხო კითხვას უნდა გავცე კაცობას ბოიკოტმა რა მიიღო? მე კიდე მიბრუნებთ კითხვა. არა კი არა მე საერთოდ ლაპარაკო ბოიკოტმა რა მიიღო შედეგი ერთ თქვა არ ბოიკოტის შემთხვევაში და ბრძოლის შემთხვევაში მაგას დავასრულებ ბრძოლის შემთხვევაში და არ ბოიკოტის შემთხვევაში ამ შემთხვევაში თბილისში ძალიან დიდი ალბათობით გავიმარჯვებდი და თუ ვინმე გვეტყვის მაშინ მადუროს მეთოდით უნდა წასულიყვნენ აი ამაზე ეგრე არ გამოვიდა მე მაინც ხომ ჩვენ ვიბრძოლეთ მე რა ჩვენ ვიბრძოლეთ ჩვენ პირნათელი ვართ ჩვენი ამომრჩევლის და საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჩვენ არაზოს აყვით ფარხვალს და რაც შეგვეძლო მაქსიმუმი გავაკეთეთ 100,000-მდე ადამიანმა ამ ორმაგი ცეცხლის პირობებში. აქედან ოპოზიციას ცეცხლი გახსნილი ჩვენზე. ვერ ვგებულობდით ჩვენ ვიყავით ხელი რა ქვია მათი სამიზნე თუ ეს რუსული რეჟიმი. აქედან ხელისუფლების სამიზნე. აქედან გამომდინარე ჩვენ ვიბრძოლეთ და მაქსიმუმი გავაკეთეთ. ჩვენ ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ რაც შეგვეძლება. კარგი, მადლობა დიდი ლევან სამუშია იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ გაქვს რეკლამა. რეკლამის შემდეგ გედი ფოფხაძე ჩაგვერთვება. მან რუსთავის გამზირზე შიმშილობა დაიწყო რამდენიმე ადამიანთან ერთად და ასევე ჩვენი სტუდიის სტუმრები იქნებიან საბა ბუაძე და ცოტნე კობერიძე, ასე რომ დაგველოდეთ.